ძალიან მაგერია იდანაც სიტყვა თურქი მესხი. ასეთი არ არსებობს არც ყოფილი. ეს იქიდანაც აღსანიშნავს, რომ 100 მილის რაიონში მე სადაც დავიბადე გავიზარდე და ცხოვრობდი მათთან, აქ 11 სოფელში ცხოვრობდა ქურთი. 16 სოფელში ცხოვრობდა თარაქანა, რომლებიც ირანული წარმოშობის ხალხი იყო. 16 სოფელში ცხოვრობდა ანატოლიდან გადმოსახლებული თურქი, ხოლო 12 სოფელში გამამადენებული ქართველები და ანატოლიდან გადმოსახლებული მესხი. ამათ შორის ენაცხოვება იყო, ხასიათი, ზნეჩვეულება სხვადასხვა იყო. ამდენად მე შემიძლია ვთქვა, რომ მესხეთში ერთი ეროვნების ხალხი და თურქი ყველა არ ყოფილა. სხვადასხვა ერის ხალხი იყო ესენი, რომელთანაც ქართველ ხალხთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ისტორიულად მოდიოდა ეს ცუდი დამოკიდებულება და გასახლების დღემდე ცუდი მდგომარეობა იყო. არსებობს ვერსია თითქოს ამის მიზეზი ქართველთა ნაციონალისტური გრძნობები ყოფილებას, რაც მტკნარი სიცრუეა. მტკნარი სიცრუეა იმიტომ, რომ მე თვითონ თურქეთის სოფელში, თათრების სოფელში მიხდებოდა, ქურთების სოფელში მიხდებოდა მუშაობა იმ პერიოდში, როდესაც ისინი გაასახლეს 44 წლის ნოემბერში. და ასეთი შეფასება მათთვის ამ მოვლენისათვის მათ არ მიუწიათ. ეს იყო უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც გამომდინარეობდა თვით ამ თათრების, როგორც აქაური მოსახლეობა ვეძახდით, ჩვენ მათ ადგილობრივი მოსახლეობა ვეძახდით მათ, მათი პოლიტიკური მწამსიდან. მოკიდებული 20-იანი, 30-იანი წლებიდან თურქები მათ ზურგს უმაგრებდა რა ახლოს დგომი თურქეთის სახელმწიფო, ყოველნაირად მიისწრაფოდნენ ახლმცხოვრები თათრები, იქითკენ რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეევიწროებიათ და თურქეთის მხარდაჭერით ძარცვა გლეჯას, ადამიანთა ყვლას, ყაჩაღობას ეწეოდნენ აქ. შემდეგში სამამულო ომის წლებში ყველას მოეხსენება ის, რომ ჩვენთან საზღვარზე სრულად შეიარაღებული დივიზია იდგა და ფეხს არ იცვლიდა გამაგრებული რაიონის ჯარების გარდა და მესაზღვრეების გარდა სრულად შეიარაღებული დივიზია იდგა იმის მოლოდინში, რომ თურქები თავს არ დაგსხმოდნენ, აქედან და გამუდმებულ ჯაშუშურ და დივერსანტულ საქმიანობას ჰქონდა ადგილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკურად ისინი საბჭოთა ხელისუფლებისადმი არ ყოფილან ერთგულნი, კეთილად განწყობილნი და სწორედ ამას მოჰყვა მათი აქედან გასახლება. მაგას მე კიდევ დავუმატებდი იმას, რომ გასახლების შემდეგ მათ სახლებში ყველგან იარაღი იყო. ყუთებში შენახული იარაღი იყო და დაფლული იყო მიწაში და ამოვიღეთ გასახლების შემდეგ მათ ოჯახებიდან. აი ესე დამადასტურებელი ფაქტია იმისი, რომ ისინი კეთილი გუნებით არ იყვნენ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმის გამო, რომ ჩვენი რესპუბლიკის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნდა ზოგიერთი ტენდენციური პუბლიკაციები, ამამ გამოიწვია მესხეთში, ქართველებში განსაკუთრებით დიდი შეფოთება. სანამ ჩვენ მოსკოვში წავიდოდით, მანამდე ჩვენ რაიონის მოსახლეობის სახელით კოლექტიური განცხადებით მიმართეთ ცენტრალურ კომიტეტს საკავშიროს, გორბაჩოვს, მინისტრ საბჭოს თავმჯდომარეს რიჟკოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს შევარდნაძეს და შინაგან საქმეთა ministrs ბაგრატინს. მაგრამ ჩვენ ამ დაკმაყოფილდით შევაწუხეთ ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. ერთი წერილი გაიგზავნა ჩიტანავას, ხოლო მეორე წერილი გუმბათის სახელზე. ჩვენ ვემოდეთ საკმაოდ ხანს, მაგრამ პასუხები ან დაგვიგვიანეს, ან არ მეგვიღია. ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობის თხოვნით მესხეთ-ჯავახეთის რაიონებიდან, როგორც არის ბოგდანოვკა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე და დეგენი შევკრული ყავით ერთად. დელეგაცია 30 კაცისაგან შედგებოდა, მათ შორის 2 ქალი იყო. 26 ივლისს ჩავედით ქალაქ მოსკოვში.
ჯერ მოვინახულეთ ჩვენ საქართველოს სათვისტომოში მივედით. შემდეგ საქართველოს წარმომადგენლობაში და იმის გამო რომ 25-დან 30-მდე სტარდებოდა სესია, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება იმისა, რომ პირადად შევხვდებით გორბაჩოვს, რიშკოვს ან ნიშანოვს. რაგეს იმედები ჩვენ გადაგვეწურა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი გზა ის იყო, რომ გვენახა ჩვენი რესპუბლიკიდან სესიაზე დამსწრე დეპუტატები. ჩვენ ვნახეთ დეპუტატი ბუაჩიძე, ვნახეთ დეპუტატი ვალერია ნატვაძე. შევხვდით, რომ ამას იგი აი ამ საკითხზე მოვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ საბოლოო ჯამში, რომ როგორც დეპუტატი ვალერია ნატვაძე ჩვენი განცხადება, რომელიც 4 ეგზემპლარად იყო გაკეთებული, ერთი დაგვეტოვებინა უმაღლეს საბჭოში, ხოლო 3 გადავეცით დეპუტატ ნატვაძეს, რომელმაც ჩვენი დაბრუნების შემდეგ 2 რიცხვში სესიაზე გადასცა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს რიშკოვს, ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს ნიშანოვს და მეორე დღით თუ არ ვცდები გადასცა გორბაჩოვს. შემდეგ ჩვენ დავბრუნდით საქართველოში და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ამ ჩვენ განცხადების პასუხს. ჩვენს გაბედობას იწვევს უკანასკნელ ხანებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ თითქოს ვერ გამოიჩინა გონიერება და 30-იან წლებში თუ აზერბაიჯანული ენოვანი სწავლება შემოიღო ეგრეთ წოდებულ მესხელ თურქებში. ფაქტიურად საქმე სულიერად არ ყოფილა ასე. საქმე იმაშია, რომ მაშინ ყველას განურჩევლად შესთავაზეს ქართულენოვანი სწავლება და ქართულენოვანი სწავლება 30-იანი წლების შუა ხანებში მხოლოდ და მხოლოდ ქურთებმა მიიღეს და ქურთები სწავლობდნენ გასახლებამდე ქართულ ენაზე. დანარჩენთაგან ასპინძის რაიონში არც ერთ თათრულ სოფელში ქართულენოვანი სწავლება არ ყოფილა. უფრო მეტიც, ისინი დემონსტრატიულად უარს აცხადებდნენ ქართული ენის შესწავლაზე. სოფელში, სადაც მოსახლეობა უფრო მეტი ქართველები იყვნენ ვიდრე თათრები, ქართველები თითქოს სავალდებულო წესით თათრულ ენაზე ლაპარაკობდნენ. თათრები კი თითქმის არც ერთ სიტყვას ქართულ ენაზე არ ამბობდნენ. საერთოდ სკოლებში თათრის სოფლების სკოლებში ასე გაგრძელდა ეს 44 წლის 1944 წლის 1 აპრილამდე. 44 წლის აპრილში კი ყველა დაწყებითი სკოლაში, სადაც აზერბაიჯანული სწავლება იქნა შემოღებული, ქართულენოვანზე იქნა მოbrunებული. მას შემდეგ მათ დიდხანს აღარ უცხოვრიათ აქ და გასახლებული იქნენ კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ რაიონში შექმნილია დემოკრატიულ საზოგადოებასთან ჯგუფი, რომელიც სწავლობს მესხეთში არსებულ პრობლემებს, დღევანდელ სიტუაციას. და უნდა ითქვას, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებულია მოსახლეობის თითქმის ყველაფენის წარმომადგენელი. და ეს სისხლხორცეული აზრი არის ჩვენთვის და აი ამ სისხლხორცეულმა აზრმა შეგვაკავშირა ყველა ძირძველი მესხები, ძირძველი წარმომადგენლები, რომლებიც გადაჭრით მოვითხოვთ, რომ ყოველგვარი პუბლიკაციები, ყოველგვარი გამოსვლები ამ მიმართებით, სადაც მოთხოვნა თათრების ჩამოსახლებაზე შეწყდეს. ეს არის მოსახლეობის თხოვნა, მარტო ჩვენი თხოვნა არ არის. აი ამ ჯგუფმა ჩაატარა გარკვეული მუშაობა და შემდეგშიც განაგრძობს მუშაობას ამ მიმართებით, რომ წინ აღუდგეს თათრების ყოველგვარ ჩამოსახლებას მესხეთ ჯავახეთში.
ახალციხეში ინაგან საქმე და რაიგან ყოფილების თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას იმ ხაზით, რომ ჩვენ ვემსახურებით ეგრეთ წოდებულ ატყურის სასაზღვრო ზონას, რომელსაც ადრე ახალციხის რაიონის ტერიტორიაზე დისლოცირებული სასაზღვრო ნაწილის მესაზღვრეები ემსახურებოდნენ. ჩვენი მუშაობა ძირითადად გამოიხატება შემდეგში, რომ ვამოწმებთ ახალციხის სასაზღვრო ზონაში შემავალ ყველა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელ საბუთებს და ასევე საშვებს. აქვს შემთხვევები, როდესაც ახალციხის რაიონის ტერიტორიაზე შემოსული სტუმრად მოქალაქეები არ გააჩნიათ სათანადო საბუთები, არც პასპორტი, არც ეგრეთ წოდებული საშვი და საერთოდ შემოდიან ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. ასევე ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც ატყურის შლაგბაუმთან მოდიან ეგრეთ წოდებული თურქი მესხები, რომლებსაც სურთ შევიდნენ ზოგიერთი ტურისტების სახით, ზოგიერთ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ და რა პირობებშია ახალციხის მოსახლეობა. სურვილი აქვს შევიდნენ, მაგრამ მინისტრ-საბჭოს დადგენილების საფუძველზე არის სათანადო მითითება, რომ ეს ეგრეთ წოდებული თურქი მესხები, რომლებსაც არ გააჩნიათ საშვი ან ვიზა, არ გავატაროთ სასაზღვრო ზონაში. მათი მხრიდან ადგილი აქვს ხოლმე უხეშ მომართვასაც და გვაძალებდნენ, რომ გინდა თუ არა გაგვიშვით სასაზღვრო ზონაშიო. მე-16 საუკუნეში, მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაფორმდა სამცხე-საათაბაგო გურჯისტანის ვილაიეტად, მესხეთის მოსახლეობა მთლიანად ქართულია. 1595 წელს იმ სოფლებში, სადაც მე-20 საუკუნეში თურქები ცხოვრობენ, ოჯახების უფროსები არიან. სოფელ ყამზაში ოქრო, ლომინა, ბაინდურ, ბადურა, დავითა, იოსებ, საზარა, იანვარა, ხახუტა, გიგოლა, ვარძელ, ლომსა, თევდორე, ხარება, მაცაცა, გიორგი, პავლე, თარალა, ლონგულა და სხვანი. სოფელი დუმალაში ბადუჩა, კოჭლა, პაპუნა, იარალი, მამუკა, ბატატა, გრიგოლ, მახარა, ავდგომელა, პავლია, თევდორე, ნოდარა. ინდუსაში შოთა, ბედანა, შივაშ, ვარძელ, გრიგოლ, მახარებელ, აღობელ. ვარმეჩი, სამაგულა, ჩიმშერა, პაპუნა, გიგოლა, მირზა, მაისურაბ და ასე შემდეგ. მე-16 საუკუნის მესხეთში დაუსრულოდ შეგვიძლია ამოვიწეროთ იმ წინაპართა სახელები, სისხლთა და ცეცხლით რომ შეინარჩუნეს სამშობლო. სხვათა შორის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელიც ძვირფასი წყაროა საამისოდ თურქების მიერაა შედგენილი. ოსმალო მოხელე თავისი მიზნისთვის, საგადასახადო საქმის უკეთმოგვარებისთვის აღწერდა მესხეთს. მე-18 საუკუნეში მესხეთი კვლავ ქრისტიანია. გამაჰმადიანებულია მხოლოდ მაღალი წრე, როგორც ამას მიუთითებს ვახუშტი. მაჰმადიანდება უპირველესად რენეგატი ქართველობა, რომლისთვისაც ფასი დაუკარგავს ენას, რჯულს, საწმნოებას. მთავარი მოვლენები მაინც მოგვიანებით ვითარდება. ოსმალეთმა დაიწყო მესხეთის გამაჰმადიანება, მეფის რუსეთმა დასრულებული სახე მისცა ამ პროცესს და მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების პოლიტიკა მესხების მიმართ კვლავ საბედისწერო აღმოჩნდა. სამხრეთ საქართველოს ეთნოგრაფიული ყოფის კულტურის ყოველგვარი ქართულის მოშლა განსაკუთრებული ენერგიით გაგრძელდა მე-19 საუკუნეში. ვინც კი რომელი ქვეყნისთვის მოსაცილებელი შეიქნებოდა, მესხეთში ასახლებდნენ. ჯერ იყო და თურქეთმა ქურთების პრობლემა იმით მოიგვარა, რომ დარბევასთან ერთად მესხეთს განდევნა ისინი, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა. თავიდან მოიცილა ქურთისტანის მკვიდრნი და მაჰმადიანური ელემენტი შექმნა სამცხე-ჯავახეთში. სომხები, რომლებიც ერზრუმიდან 1828 წელს ჩამოასახლეს ადგილობრივ ქართველთა ნაფუძარზე, ვაჭრობის განვითარებას პირდებოდნენ რუსეთს. თვით რუსეთისთვის დუხობორთა რელიგიური სექტა დიდ პრობლემად იქცა ვოლგისპირეთში. რუსეთის სანაპირო რეგიონი, ჯავახეთი, დაასახლეს რუსის სექტანტებით მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და თავიანთი პრობლემაც მოიგვარეს. კვლავ ორი კურდღელი დაიჭირეს ერთად. ჩამოასახლეს ბერძნები, გერმანელები და სხვანი. სამხრეთ საქართველოში რუსეთ-ოსმალეთის გამიზნული საქმიანობა დაგვირგვინდა მე-20 საუკუნეში, როდესაც
გამაჰმადიანებულ ქართველებს აზერბაიჯანის სკოლა გაუხსნეს. დღეს სტალინის შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. გასახლებულთა ნაწილი ბრუნდება, მაგრამ ეს მხოლოდ სტალინის შეცდომები კი არა, ისტორიის გამიზნული შეცდომებია. ვინ გამოასწოროს მეფის რუსეთის შეცდომა სამხრეთ საქართველოში არაერთი სხვა ტომი რომ შემოასახლეს ქართველთა აღრა გადასახლების შემდეგ, რამაც ამ მხარის ეთნიკური სიჭრილე გამოიწვია, ვინ გამოასწოროს სპარსეთისა და ოსმალეთის შეცდომები საქართველოს ტერიტორიაზე შემოსახლებული მომთაბარე ტომების შთამომავალნი რომ ცხოვრობენ და მრავლდებიან დღეს საქართველოში, ისტორიას იქმნიან და ლამის წარმართობის დროიდან მოსულად გამოაცხადონ თავი, ვინ გამოასწოროს დაღუპული თუ გასახლებული ქვემო ქართველების ალაგას უცხო ტომთა ჩამოსახლების შეცდომები. სარწმუნოებრივი ბრძოლა განსაკუთრებით საფრდებოდა ომიანობის დროს. თუ 1909 წელს აგებულ ტაძარს უდეში ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც აშენებენ და თავიანთ თავს ტომით ქართველებს უწოდებენ, საშინელებები ტრიალდება პირველი მსოფლიო ომის დროს. 1917 წლის რევოლუციამ გამოიწვია ის, რომ ომი რუსეთსა და თურქეთს შორის ყოველგვარი მოლაპარაკების და ხელშეკრულების გარეშე შეჩერდა. შეჩერდა სამხრივად, რუსეთის ჯარი მოიშალა და გამობრუნდა უკან. საქართველო დარჩა თავისი შიშველი ხელებითა და საზღვრებით მეზობელი ვეშაპის პირისპირ. ვიდრე ფორმდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარიდან, დაუპირისპირდებოდა თურქეთის რეგულარულ არმიას, დატრიალდა საშინელებანი. გულმოცემული ადგილობრივი მაჰმადიანობა აღარ დაგიდევთ ტომით ქართველობას და დააერევა ქრისტიანებს. წინასწარ ეს მომენტი ერთგვარად მანამდეც იყო შემზადებული, ისინი შეარაღებულნი იყვნენ. წამოიშალა სარწმუნოებრივი მეზობლური სამსალა და თავს დაატყდა ქრისტიანობას. განსაკუთრებით ამ ამბებში აქტიურობენ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ადგილობრივი დიდგვაროვანი, რომელნიც რუსეთის რევოლუციამ შეაშინა, რადგან კარგავდნენ მამულებს. 1918-19 წლებში მესხეთის ისტორიაში დიდი უბედურება დატრიალდა. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძებნა უხუცესი ადამიანები თვითმხილველნი იმ საშინელებებისა, რაც ამ წლებში დატრიალდა. ყველაფრის მიუხედავად, შემდგომ კვლავ ერთად მოუწიათ ცხოვრება სარწმუნოებრივად განსხვავებულ ადამიანებს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამ ომმა კვლავ ახალი იმედები ჩაუსახა ადგილობრივ მაჰმადიანებს. ისინი შეარაღებულნი იყვნენ. პირველივე დაძახებაზე შეეძლოთ თოფის ქვეშ დამდგარიყვნენ და გაემეორებინათ 18 წლის ამბები. ამდენად მათი გასახლება მთლიანად პოლიტიკური ფაქტი იყო და არა ეროვნული, როგორც დღეს უნდათ რომ წარმოაჩინონ. თითქოს ქართველებმა აყარეს და გაასახლეს ქართველებს საქართველოდან ჯერ არავინ არსად არ გაუსახლებიათ. გაასახლა ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედონი. მესხეთში ბრძოლა რომ სარწმუნოებრივი პოლიტიკური იყო, ამის დასადასტურებლად ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. დღეს აღარავის უნდა აღიაროს, რომ გასახლებულთა ნაწილი მაჰმადიანი ქართველია, რომ ისინი გარეშე ძალამ ერთი სისხლისგან ჩამოაყალიბა თავისი ქვეყნის მტრად. ყველანი იქცნენ თურქ მესხებად, თუ მესხეთელ თურქებად. ამ უკანასკნელზე საშინელი ენობრივი კონსტრუქცია წარმოუდგენელია ქართულში. ჯერ კიდევ 1927 წელს ახალციხის მაშინდელი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები აღწერენ ეთნოგრაფიულად სამხრეთს და მათთვის ჩვეულებრივი ტერმინია მაჰმადიანი ქართველი და ქრისტიანი ქართველი. მაგალითად, სოფელ ზველზე ნათქვამია, გარდა ქართველი მართლმადიდებლებისა, აქ ქართველი მაჰმადიანებიც ცხოვრობენ, რომლებმაც საუცხოოდ იციან ქართული ენა. ქართველ მაჰმადიანთა გვარეული სახელებია იშიღიანი, ჭედლიანი, ყოჩიანი, დევრიშიანი, ჯაფარიანი. სოფელი ჭობარეთი, აქ 180 მოსახლე ცხოვრობს, უმრავლესობა ქართველი მართლმადიდებლები არიან, ხოლო მცირე ნაწილი მაჰმადიანები. სოფელი შურდო, ცხოვრობენ ქართველი მაჰმადიანები, გვარები ჭარელიანი, გორიანი, ცაცალიანი, კატანიანი, გუჯალიანი, მოსიანი. 1893 წლის დოკუმენტის მიხედვით, მაჰმადიან ქართველთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ქართველებად იწერება ეროვნებით. ჩამოთვლით სოფლებს, საიდანაც შემდეგში გაასახლეს მოსახლეობა როგორც თათრები. ისინი 1893 წელს ქართველები არიან. აი ეს სოფლები და
გასოფლარები. აფიეთი, არძნე, ბოლაჟური, ღაღვი, გოდერძი, გორთუბანი, გუგუნაური, დერცელი, ზანავი, ზარზმა, ზედუბანი, კეხოვანი, ლაშე, მოხე, ნამნიაური, პლატე, საირმე, დიდისმა და პატარასმა და უთხუსუბანი, ციხისუბანი, წრე, ჭეჭლა, ჩორჩანი, ვალე, ქობისხევი, კოპაძე, ორფოლა, საკირე, საყუნეთი, ტაძრისი, თისელი, ტყემლანა, წინუბანი, წოხტევი, წრიოხი, ბოგა, გიორგიწმინდა, ზეუბანი, კლდე, მიქელწმინდა, მუგარეთი, ფერსა, სვირი, წმისი, ჩოხტა, შურდო, აბი, ზიკილია, ზედა და ქვედა ოშორა, ხერთვიცი, შვიდრავადა. 1893 წელს გამოსული 1886 წლის აღწერის მასალები კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მესხეთის მოსახლეობის აღწერისას მითითებული არ არიან თურქები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესხეთში თურქებს არც უცხოვრიათ ყოველგვარი ადმინისტრაციული მმართველობა, ადგილობრივ გამაჰმადიანებულ ქართველებზე იყო დამყარებული. გადაჯიშებული ქართველი კი ყველას კარგად მოეხსენება ყოველგვარ მომხდურზე, ყოველგვარ შინა თუ გარეშე მტერზე უარესია. ან კი რომელი თურქის აშენებული შეიძლება იყოს, ვარძია, ვანისქვაბები, ყუმურდო, სამსარი, საფარა, ზარზმა, აწყური, გავეთი, საღამოს, ფოკის, განძის, სათხის ეკლესია ტაძრები, ხერთვისის, შაორის, საროს, თმოგვის, ვარნეთის, ოქროს ციხეები, მესხეთის ტერიტორიაზე მოიპოვება ადამიანის უძველესი საცხოვრისიდან მოყოლებული უძველესი წარმართული და უძველესი ქრისტიანული ძეგლები, ვინ რომელმა თურქმა შექმნა ქვისის დიდი ჰარმონია, რომლის პატრონიც მესხეთია. გვარი ადამიანის ეროვნების ერთი აუცილებელი ნიშანია. ამიტომ ასე დაჟინებით აიძულებდა მეფის რუსეთი ქართველებს ჩამოეცილებინათ ტრადიციული ქართული დაბოლოებანი და დაემატებინათ რუსული ოვ. ბევრი ასეც მოიქცა და საამისო მაგალითების ჩამოთვლა შორს აგვიყვანს. ქართველი მაჰმადიანები მეფის რუსეთის ამ დაწოლას ძირითადად გადაურჩნენ, მაგრამ ვეღარსად გაექცნენ თანამედროვე 20-30-იანი წლების არასწორ ეროვნულ პოლიტიკას. იერიშებულ ქართულ გვარზე ასევე არ ახალია. ამ გამიზნული პოლიტიკის მაგალითების დაძებნა არ გაჭირდება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ გვართა ევოლუცია, თუ როგორ ხდება ქართული გვარის თანდათანობით ჩამოცილება. 1930-იანი წლების ბოლოსათვის ტიპურია ასეთი გვარსახელები: მუხაშვილი მავლუდ ალიოღლი, ომარაშვილი ალალი ასრათოღლი, ცეკვიაშვილი შაქირ საფაროღლი. გვარი როგორც ხედავთ, ქართულია, სახელი ჩვეულებრივ თურქული და მამის სახელი კი უკვე თურქული კონსტრუქციითაა წარმოდგენილი. თანდათან ჩამოსცილდა შემდეგ ქართული გვარი და დარჩა ასრათოღლი, საფაროღლი, ალიოღლი და ასე შემდეგ. ზოგმა ასე დაიტოვა, ზოგმა კი ოღლი ჩამოაცილა და გაიკეთა ოვიანი დაბოლოება. ასე დაამგვარად თურქობენ დღეს ასრათოები, საფაროები, ალიევები და სხვანი. დღეს არავისთვის ვინც ამ ეგრეთ წოდებულ თურქმესხებს იცნობს და მათთან ურთიერთობა ჰქონია, დამალული არ არის, რომ პასპორტში დიდი ამბით უწერიათ მათ ყაზახი, აზერბაიჯანელი, თურქი, ყირგიზი, ზოგს ქართველი და თქვენ წარმოიდგინეთ კავკასიელიც. თუ შეიძლება ასპინისგან, ადიგეინიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან გასახლებული კაცი, თუნდაც მაჰმადიანი, აზერბაიჯანელი, ყირგიზი ან ყაზახი იყოს. ფიქრობთ უკვე ნათელია, რომ სადაც მივიდნენ, იქაური ეროვნება ჩაუწერეს მათ. კითხვა შეიძლება სხვაგვარად დაგვესვა. კი, მაგრამ თუ ყაზახია, აზერბაიჯანელი, ყირგიზი და სხვა კავკასიელი თურქები როგორ ღარიან, როგორ გააქვთ უფლება დაბრუნდნენ უკან და იქცნენ თურქებად. პოლიტიკური კატაკლიზმები კარგად ჩანს ახალციხის ციტადელის მაგალითზე. აქ ამ ადგილზე ყოველთვის სამხრეთის მმართველები ისხდნენ. ქართველი კაცის შერჩეულია აქ ფოცხევისა და მტკვრის შესართავ ზევით სტრატეგიულად საიმედო ადგილზე ციხის ასაშენებელი. მათივე აგებულია ახალციხის ციხე.
მოვიდა ოსმალო და მოუღო ბოლო ქრისტიანობას, უკვალოდ კი ვერ გააქრო იგი. ტაძრის ეს კედლები ჩაშენდა გალავანში. ეს ქართული ორნამენტები აბანოების ფასადში აღმოჩნდა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეკლესიას გარიყო აქ. აშენდა მეჩეთი, მედრესი. მოვიდა რუსიდან, ააგო ყაზარმა. პოლიტიკური ბატონობის სიმბოლო ტრადიციულად ახალციხელთა საჯდომი იყო, თორემ დღეს ამ მცირე ტერიტორიაზე რა ჯარი უნდა დაეტიოს. ჯარი ჯარად, მაგრამ სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც ციტადელის ტერიტორიაზეა, იქნებ ბოლოს და ბოლოს გადაიტანონ აქედან. დღეს ხომ პოლიტიკური ბატონობა სხვაგვარად არის დადასტურებული. სიტყვა გაგვექცა. კვლავ პირველ სიტყვას რომ მოვიდეთ, ახალციხის ციხის მაგალითი ნათლად დადასტურებს მაჰმადიანური სარწმუნოების თანდათანობით გაბატონებას სამხრეთში. ჩვენი ისტორიის მთელი უბედურება ის იყო, რომ სარწმუნოების ცვლილება ისტორიულად ეროვნების შეცვლის ტოფასი ხდებოდა, რაც განაპირობებდა შემდეგში დიდ კონფლიქტებს და ჩეხვა დანაწილება საქართველოსაც. ჩვენ გვინდა თვითმხილველთა მომსწრებთა, უხუცესთაგან ამბობი, ჩანაწერი, მივიტანოთ მაყურებლამდე, ვაჩვენოთ მესხეთის აქამდე ტაბუდადებული წარსულის ერთი ნაწილი. ვაჩვენოთ და გარკვეული კონკრეტული კომენტარებისაგან თავი შევიკავოთ. განსჯა მაყურებლისათვის მიგვინდვია. მე აფნიდან ვარ. ჩვენ აფნიელებს ზედავარძიაში ქონდა ბაღები. ქურთობა რომ მომრალდა, ვეღარ გაუძლო ხალხი ვერ ჩამოდიოდა ქალის ძალის შიშით. აი კრიფაზეით, მარტო ჩემ გვარმა შეინარჩუნა იქ 2 ჰექტარი ადგილი. არტრაბა ხომ დევნოსაძიები ცოტა ჯიუტი ხალხი იყო. 54 ჩვენ ხელში იყო. და ახლა თავიდან რო დავიწყოთ, მე აი ამ ქოხში ვარ დაბადებული. წინათ ქართველები ორ სულქალ მინდორში არ გაიყვანენ. დედაჩემი აქ გამიეგზავნათ. ქურთი ბებიას აუხელია ჩემთვის თვალი. აქ ქურთები იყვნენ. არ ვიცი, როდის ჩამოსახდნენ ეგ ქურთები, ამის დაზუსტება არ შემიძლია. უთქვია რომ მოიტანეთო ორიო ძველი ხანჯალიო და ზედეს ბავშვიო დავაწვინოთო, რომ აქაო ჯინები არიანო და არაფერი დიერთოს ბავშვსაო. დაუწვენი ვარ ხანჯლებზე შეუკრიათ. 40 დღე ყოფილ ვარ მაგრე და მერე გაუგზა ჩამოსულა ნაფნიდან აუყვანი ვარ ზევით. იქ რო აუყვანი ვარ, ბებია ჩემო თქვია მამა ჩემის დედას. იმ ურჯულომა ამბავს რაღაცა ხანჯლები დაანათლავ, ამას თუ ჩხუბი და დავიდარება არ აღსილდებაო. ხო და სასწაულით ამიხდა მე. პატარა ვიყავი კრავში დავდიოდი, გარშემო აფნისა სუთათრები იყვნენ. თათარი, ქურთი, იეზიდი, მუთრუფი. მეკრავეები მებძოდნენ, დღე არ გავიდოდა რომ თავგატეხილი არ მივსულიყავი სახლში. გავიზარდე გუთნის მუშახარ ვაძოვდი, ჩვენ გადვიყვანდით იმით ყანებ მოვაჭმევდით, თუ მოგვისტრომდნენ წავიდოდა ჩხუბი. ახლა ისინი გადმოიყვანდნენ საქონელ, ჩვენ ყანებ მოვაჭმევდნენ. მოკლედ ჩხუბის მეტი მე არაფერი მინახია ჩემ ახალგაზრდობაში. 18 წელში რომ მოვიდა ბრძანება რომ აბა გაიქეცით, ვისაც შეგიძლიათ მუხში ძალა გაქვთ, თურქეთი მოდის, უნდა გაგწყვიტოთ. შუაღამისა შევაბი თურმები, მაისი იყო, წვიმიანი დღე იყო,
რა გაჭირებით გაველი სოფლიდან, მაგრამ ძროხები რო გავრეკეთ, ხბორების სახლში იყო, ძროხები უკან გამორბოდნენ. ეს ისტორია ძალიან დიდია, მაგრამ მე იმ ხანებში სოფლიდან ვერ გამოიქცა ერთი ოჯახი, ივანიძე გიგოლა, ცოლს ნინო ერქვა, გოგოს დარო ერქვა. კარგა მახსოვს მე. ისინი გიეწყვიტათ სოფელშივე. მოსიძე ზაქარაი, შვილი იოკიმე, ჩემი კბილა ბიჭი იყო, ერთად დავდიოდი სკოლაში გოგაშენში. და სოლომონ გვარი დამავიწყდა ვახტანგიშვილი. ღამე მოსულიყვნენ ურმებზე დიეწყო ტომრები, ორმოში ჰქონდათ პური. მიესწროთ და თათრებს გიეწყვიტათ ზედ უღელზევე დიეკლათ. მერე 19-ში რო გადმოველით, ეს ამბავი გვითხრეს თათრებმა. ისინი აბრალიდნენ ოსმალეთ. და რა ვიცი, ოსმალეთმა გაწყვიტა თუ აქაურ ხალხმა მოკლედ ჩვენთვის ეგ ბნელა. აი ეს 6 სული, 6 ადამიანი ნახდათ აფნიაში მოხდა ეგ უბედურობა. ახლა რო იძახიან კაცო, რომ ჩვენ მესხები ვართო და გინდა თუ არაო მოვალთო. რა ფერ არიან მესხები? ჩვენ რო აქ ჩამოვდიოდით ხილის დასაღებად, ორი კაცი და გვეყენებინა, აი კლდის თავზე რო ყარაული ისე გაგვევლო. ქვას ლოდ გვიშენდნენ. სალამ მივიცემდით ქართულად, ეგ ძაღლის ენას დაანებეთ თავი, თათრულად სალამ ალეიქიმი თქვითო. მე არ ვიცი, მე პირდაპირ გაკვირვებას ვარ, რომ ეგენი როგორ გაკადრულოვე, როგორ გამობერო, ჩვენო ქართველები ვართ. ნახევარ თათარი იყო ამ სოფელში, ნახევარი ქართველი იყო. ურთიერთობა ერთმანეთთან ხმაში ერთმანეთთან არ ქონია. არადროს არ ქონია. ჩვენ როცა იმას ხარდავს მიდორს სამუშაოდ გავგზავნით, ჩვენ წავყოლეთ, რომ გვეშინოდა ამ თათრებისა. არ შეიძლებოდა დობა არ იყო, ერთმანეთთან დობა არ იყო. ჩვენ ისინი გვენდობდნენ, ჩვენ იმათ ვერ ვენდობოდით. ისეთი უნდოდი ხალხი. მერე როცა 18 წელი დაიწყო, 18 წელში რომ ამდენი შემოსევები იყო, თათარმა შემოუცვალა იქიდან, თასრის სახელმწიფომ შემოუცვალა პაშამ, რომ ჩემი ერი მოვიდეს, მე შევაარაღო და გავუგზავნო. წავიდა აქედან ხალხი და შეარაღა ეს ხალხი ადგილ ხოფაში, საზღვარზე. ეს ასე რომ იქნა შეარაღდა ხალხი, მერე დაესია ამ ადგილობრივ ქართველს, ჩაიკრა გზიები. აწევი და ხერთუსი ჩაიკრა, რომელიც გასავალი არც არ იყო, არც ვერცი გავიდოდით, ვერცი გამოვიდოდით, ასევე დავსით რაღაც ის ციხეში. აქაურ თათრებმა ჩვენი ხალხი ბევრი აჭალეს, ზოგი დახოცეს. ჩემო ბატონო, აი ავიღოთ ნაციონალ ხალხში ვარნეთი ჯერ. ვარნეთი ჩვენი პაპები, ბიძიები. ჯერ ორ ძმას ჯერ ყურები დააჭრეს. მერე ცხვირი მოაჭრეს. მერე გახურებულ ფეჩში ხელები შეაყოფინეს და ისე დახოცეს. იმათი ქალები თათრემა ითქვიეს. თათრემა წაიყვანეს. კი არ მისდევდნენ ძალით. აი ზურაბას მამა იყო ლოგინში, ავათ იყო. გააჩათავა ეგ ავათარი შეგაო. გაიჩო წამოლიო ჩოგოაკო. მივინე დაახალეს თოფი და იქ შეგნე მოკლეს ლოგინში. მამა ჩემ დასწრეს თოფის კონდახე და ჩაჩეხეს. დაჩა მოვკლოთ აქვე. ისე დავცხეო რომ მე მოკვდება ნუგეშინიო. აი ვარნეთელემ, აი მეზობლემ ჩვენთან აზრილი.
ადგა წავიდა კიდევ გარე ბიჯა იყო ჩემი ზურაბა ბიჯა იყო წავიდა გავიდა თარაკმებში ეგია თავი გადიირჩინოთ გავიდნენ როკეტ ზეიდან დაინახეს ბავშვიც მოკლეს ერთი 2 წლიანი ბავშვი ხანდა ქალიც მოკლეს თვითონაც მოკლეს და გაიარესა წავიდნენ როდესაც აი მათ თათრემა და აზგვიტელმა თვითონ მეზობელი იყო და აზგვიტა და ისა დადეში ხო იცი რომ ახლო იყვნენ გამოიყვანეს ქალი არ დაანებდა ხო იცი არ დაანებდა და დაიჭირეს მოკლეს და ერთი 8 წლის ბავშვიცა მიიყვანეს და ზედ დაკლეს ამ ქალზე ზედ დაკლეს როგორც წამოაქციეს ჯროხან ან და ცხარი დაკლა ისე დაკლეს ნაცნობი ხალხი იყო მოხვები კიდევ ახლა მოვიდნენ კიდევ ჩვენებური ვარეცა ჩავიდეთ ეგია ერთად ვიყავით ერთად აჟარდენითო და მე თუნი ახლა არ შეგვინახონო ჩავიდნენ ნახევარგზაში ჩავიდნენ და იქვე დაახალი შიშაც მოკლეს ნაცნობი ხელი რომელი ხელი ისა გაგეთეხა ჩვენი პორმარელი ამოვიდოდა იმათი მაგრამ არ ვიცი მომენტი შეიყო რაგორი იყო არ ვიცი ისინი ახლა ყოფილიყვნენ ნახევარი თურქეთში წავიდოდა ჩვენ ხალხ ბევრ გასწრებდნენ ჯერი დაუკახიათ ერთი როდაკედან გაასახლეს ერთი მოდენი ბიღი შევოდესო რომ ერთი კიდევ დაბრუნდებოდით და მაშინ ჩვენ და თქვენ ვიცოდეთო და მიდი ხარაჯენ და წადი აი კიდევ რამოდენი ინტერესი ქონდა რამოდენი ის ქონდათ ახლა კიდევ ის კნესო მოვდიო წამოვიდეთო ჩვენ მამა პაპის ადგილშიო ეგენი ჩინჩინ ბერა ისე გაგონილი მაკრო მაგათი მოდგმა ჩინჩინელი მამა პაპა ქართველი ყოფილა კუნცაში თათრები იყვნენ როკეთში ერთიანთენი მეკვამლი ქართველი იყო ხერჩში კიდევ ერთიან თათარი იყო ტოლოში ნახევარ ქართველი იყო ბევრი იყვნენ ეგენი ბევრი ეს ნიალარო არის ახლა ჩემო ბატონო მე ის ვანი ბუჟმარეთი ეგენი მაგასთან ეგენის რო ის ტნილიყონ ჩვენ წიწილი აღარ დარჩებოდა ებაგათი შეინახეს ჩვენი ხალხი ვინც რო მოხვა იმასთან ჩვენი ხალხი შეინახეს მაგ თარაკმები ხალხი იყო ჩვენ აღარ ხოჩენდნენ და პირიქით გვინახენდნენ ხოლო ძელი ადგილობრივი თათრები ერლი უარესი რომელია რომ ეგენი წინწინენაგი ესახლებინათ ეხლა კი არ სარან გაიზდნენ სარან ბევრი გახდნენ ჩვენ საფეშხმა ნახევარზე მეტი ნახევარი თათარი ცხოვრობენ ნახევარი ქართველი ცხოვრობენ ბრიგადაში სამუშაოდ რომ წავსულიყავით იქ ერთი თათარიც რომ ყოფილიყო ბრიგადაში უნდა გველაპარაკა თათრულად უნდა გველაპარაკა იმდენი იმათი ზეგავლენა იყო მე თუ ახალგაზრდა რომელიმე ბევრს კი იცოდა ქართული ესმოდა მაგრამ არ ლაპარაკობდა თუ დაელაპარაკებდა თამეთ უფროსები ეტყოდნენ რომ მაგ ოლა ითინ დილი შეილამეო ესე იგი ძაღლის ენას ვლაპარაკობო ასე გაუჯავდებოდნენ თამეთ უფროსები თავიანთ შვილებსა 43-44 წლების ამბავ 44 წელში აქ რომ ჯარი შემოვიდა და სუდაბეკრებით მანქანები შემოვიდნენ ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ თათრები ნუ გეშინიათ ქართველობო თუ რამე მოხდა ომი დაიწყო ჩვენ შეგინახავთო მაგრამ როცა იმათი გადასახლება მოხდა და გზაში მიდიოდნენ ამას გვეუბნებოდნენ აი ქართველებო თქვენი ქორწილი უნდა გვეჭამა და თქვენ ჩვენი ქორწილი ჭამეთო 1944 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მესხი თურქების გასახლებამდე მე როგორც მეხრეთ ვახტი ორ კარგ ბერიკაც
როცა ჩამოვიტანეთ ურმით ნამჯა სოფლის ბოლოს, დავასვენეთ ხარები, მევალებოდა მე როგორც მეხრეს ღერძისთვის უნდა მესაფლე. ამ დროს წავიდა საუბარი. თათარი ეუბნება არჩილ დიასამიძეს, ერიკაც, რომ იცით ეს ჯარი რისთვის არის შემოსული აქ. აი დღეს ხვალ შემოვა ჩვენი თათარი და მერე ნახეთ თქვენი დღე. ერთი ჭრელი ძროხა მყავს, ესეც უნდა დავკლა მათთვის. ამ დროს ძიარჩილმა გადმოიღო თავისი სამუშაო იარაღი და პირდაპირ გაურჭო ამას მუცელში. ეს იყო და ეს. ამით დამთავრდა ის დღე. ერთი კვირის შემდეგ მოხდა ის ამბავი, რომ 1944 წლის 4 ნოემბერს თათრების გასახლების დღე როცა იყო, მაშინ ვახდი მე ერთ ოჯახს, როცა ოჯახიდან გამოვიდნენ ცოლი და ქმარი და ცოლი ეკითხება ქმარს, როცა ქმარმა დაიწყო ტირილი, რომ მე ვცილდები აქავრობას. რა გატირებს შეახმახო. როცა 918 წელს ქართველები თქვენ ხელში ყავდათ, მაგათი სისხლი უნდა დაგელიათ. არ უნდა გაგეტოვათ მაგათი დიდი და პატარა. დღეს კი ესენი მშვიდობიანად გაცილებენ თქვენ. აი ამ საუბრის დროს ქალმა წამოჰკრა ფეხი ქვას, როცა წაიბორწიკა, ამ დროს კაბამ წამოუფრიალა. კაბის ქვეშ ჰქონდა მას შემოკრული იარაღი, ხანჯალი, ლევორვერი, ვერცხლის კამარზე. ვინც ახლდა ის ჯარისკაცი გამცილებლად, შემოხსნა ეს და მიართეს თავიანთ უფროსობას, რომ თათრის ქალი აი ამ დროსაც, ამ დღესაც ასეთი შეიარაღებული იყო. აი ასეთი ფაქტების და მოწმე გავხდი მე ახალგაზრდა მაწველი, რომელიც მაშინ ალბათ 14-15 წლის ვიყავი. მე მაშინ მუშაობდი საქართველოს კომუნისტური პარტიის ასმის რაიკომის მეორე მდივნად. აქაური თათრების, ქურთებისა და თარაქმების გასახლების მთავარ მიზეზი იყო ის, რომ რაიონის ტერიტორიაზე ხშირად ირღვეოდა საზღვარი. თათრების გასახლების ამბავი 1944 წლიდან წლის შემოდგომას დაიწყო. 2-3 თვე მოსამზადებელი მუშაობა ტარდებოდა ამ საქმეში. შინაგან საქმეთა ჯარის ნაწილები ამ თათრულ და შერეულ სოფლებს ვიძახი, იმიტომ რომ იყო აქ სოფლები, რომ თათრებიც ცხოვრობდნენ და ქართველებიც. შერეულ სოფლებში ყველა თათრული და თითქმის ქართული ოჯახები შესწავლილი იქნა თუ რა შესაძლებლობის იყვნენ ეს ხალხი, რა შესაძლებლობა ჰქონდათ, ყველა დაწვრილებით იქნა შესწავლილი. შემდეგ გასახლების წინა დღემდის როგორც პარტიის რაიკომის მეორე მდივანი და საერთოდ ხელმძღვანელები გარდა ვერ ვიტყვი პირველი მდივნისა, თითქმის არაფერი არ ვიცოდი თუ ვინ უნდა გასახლებულიყო, ვის რა მოელოდა ამ ამბავში. რაიონის აქტივ შორის იყვნენ სასოფლო საბჭოს თავმჯდომარები, ძმები ბერიძეები. ერთი მუშაობდა შალოშეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, მეორე ვანის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ. აი ჯერ გასახლების არაფერი ამბავი არ იყო, რომ რაიკომის პირველმა მდივანმა ამ ძმებს შესთავაზა, რომ შეეცვალათ ეს თავიანთი ეროვნება და ქართველება დაწერილი იყვნენ. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთეს. არც გააკეთა აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა მურთაზ გელაშვილმა. შარიფოღლად დარჩა. შემდეგ რაიონის აქტივ შორის ძალიან ბევრი იყო ადგილობრივი თათრების წარმომადგენლები. აღმასკომის თავმჯდომარე თათარი ყავდა, პარტიის რაიკომის პარტკაბინეტის გამგე თათარი იყო, ინსტრუქტორები კიდე ყავდნენ, განყოფილების გამგეები და სხვათა შორის აქტივ შორის არ იყო ცუდი ურთიერთობა დამოკიდებული. რაც შეეხება თურქების დაბრუნებას, თარაქმების და ქურთების, მე მგონი ეს იქნება უაზრობა. ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ჩამოსულებს შორის არ იქნება კარგი განწყობილება. ჯერ ერთი რომ ასპინძა ისედაც მცირემიწიანი რაიონია, აქ ჩამოასახლეს იმერეთიდან, დუშეთის რაიონიდან, აჭარიდან, კიდევ ადგილობრივები ვიყავით და ყველა ეს ხალხი ასე თუ ისე შეეჩვია ერთი მეორესა და ეხლა თურქების აქ ჩამოსახლება ეს იქნება ადუღებულ წყალზე ცივი წყლის დასხმა. იგი 43-44 წლებში თათრების გასახლებამდე თათარ ბავშვებს
სათვლის სექტორს ვასწავლიდი ქართულ ენას. ძალიან უჭირდათ ქართული ენის სწავლება, არ უნდათ. უფრო ძირითადად სწავლა უჭირდათ. ძირითადად ქართულ ენას ეტანებოდნენ. როდესაც მიუთითებდით, რატომ არ სწავლობთ ქართულ ენას, რომ კარგად ისწავლოთ მეთქვი, აი ჩვენ რო გვინდა თქვენი ენა, თქვენც ისწავლეთ მეთქვი. თქვენც ისწავლეთ კარგად და მოვა დრო და ნახავთ თქვენ რა დღეს დაგაყენებთო. ამ რამდენიმე წლის სამოგზაუროდ მოვხდი ალმა-ატაში. მაინტერესებდა აქაური გასახლებული თათრების ნახვა. და მოვინახულე ერთი ჩემი ძველი ნაცნობი კაცი, იბრაგიმოვ შაი ხალილოღლი. ხო. მასთან საუბარში მან განაცხადა, რომ მე აგარაში რის პატრონი უნდა გავხდარიყავი, აქ ორი სახლი მაქვს, ორი მანქანა მყავს, 7 გოგო და ერთი ვაჟიშვილი მეყოლა. ყველა თითქმის დაბინავებული მყავს. ცხოვრება აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაგალითად აგარაში ჩვენ ცხოვრობდით, მე რო ბავშვი ვიყავი. მამა ჩემი წელებზე ფეხს იდგავდა და წლიდან წლამდე ძვირს ცხოვრობდით. აქ კი საკმარისია მინდორში გახვიდე და ფული თავისით შემოდის. აი ნამდვილად იმის სიტყვებია ხო? რამდენიმე თვის წინათ შევხვდი მე აქ ჩამოსულ ყოფილ კოლმეურობის თავმჯდომარედ ძველში ნამუშევარს ბინალი დევრიშოვს, რომელიც იყო ჩამოსული აქ და შევეკითხე უბრალოდ ზია ბინალი ხომ არ აპირებთ აქეთ ჩამოსვლას, აქ დასახლებას, დაბრუნებას. მან ვიპასუხა, რას ამბობ შვილო, 86 წლის კაცი ვარ. აღარც მკვდრებს, აღარც ცოცხლებს არ ვარგივარ. შვილები და შვილიშვილები ყველანი კარგად არიან მოწყობილი. გავიდა მის შემდეგ რამდენიმე თვე და ეს კაცი მეორედ ცოლით დაბრუნდა აქ. მე მას არ შევხედრივარ. უბრალოდ ტელეფონით გავიგე რომ ის ასულა ძველში, სოფელში და როცა სოფლის ხალხი შეკითხიან რომ რისთვის დაბრუნდი, რამ ჩამოგიყვანა აქ იყავი რამდენიმე ხნის წინათ. მეო გადავწყვიტი აქ დაბრუნება და დასახლება. მთელი სოფელი გამოვიდა წინააღმდეგ, ლამის ის კაცი იქ უნდა ალბათ მოეკლათ. ასეთი სიტუაცია შეიქმნა. ზოგიერთმა წაუყენეს ისეთი ბრალდება, რომ მან და მისიანებმა 9-18 წელში რამდენადაც მე გადმომცეს, რომ ჩვენი ქართველობა უწამებიათ ბევრი, რომ ჩვენი ხელმძღვანელები არასული იყვნენ იქ, ალბათ ეს ამბავი დიდი ტრაგედიით დამთავრდებოდა. მე ვარ ყურაძე ამირანი. ჩემი მშობლები გადასახლებამდე ცხოვრობდნენ ადიგენის რაიონში, სოფელ აბასთუმანში. გადასახლებაში მოხვდით შუა აზიაში. ახლა ცხოვრობთ ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნასაგირალში. ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი გვარები და მე ახლა სწავლობ სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მე მინდა აგრეთვე გაგაცნოთ, წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობრები. ისე იგი ლოლაძე არიფი, რა გვარის იყავით? ნუფაროვი. ისევე ვაზიშვილი ისკანდერი. რა გვარის იყავით ბატონო? იუსუპოვი. ესენი სწავლობენ უნივერსიტეტში და იუსუფ ხოზრევანიძე. მანამდე რა იყავით? რა გვარის იყავით? მანამდე იყო ასლანოვი. მე იოსებ ხოზრევანიძე ცხოვრობ ოზურგეთის რაიონის ნასაკირალის მეურნეობაში. მყავს 4 შვილი. 2 დადის ქართულ სკოლაში, 2 ბაგაბაგში. მე ძალიან მიხარია რომ ჩემი ბავშვები სწავლობენ მშობლიურ ენაზე. ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი სურვილი. მე მგონი საქართველოში, სამხრეთ საქართველოში, მესხეთში თურქები არ ცხოვრობენ. არ ცხოვრობენ. და მესხების ჩვენი ლიდერი, ეს არის ხალილ ბოზალიშვილი, არის ზიგნი მისი, რომ ჩვენ ვართ მესხები, ჩვენ ვართ ქართველები, უნდა ჩვენი მშობლიური ენა და ასე და გვარი და ეროვნების ესა აღდგენა. ჯერჯერობით რო ვცხოვრობ ნასაკირალში, იმ მეურნეობაში, იგივე სადაც ბატონი იუსუფი ცხოვრობს. მთელი ცხოვრების მანძილზე
ჩვენთან ცუდი ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან არ ყოფილა რომ ამბობენ რომ ესე და ესე არა აფხაზების ამბავთან დაკავშირებით ჩვენ ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ერთბაშად იმას ვაღეთებდით რაც ისინი ჩვენ არ ხვედავდით ამაში განსხვავება რომ ისინი არიან ადგილობრივი და ჩვენ ჩამოსახლებულები და ესე იგი რომ მივცეთ რაღაცა განსხვავება არა ეს არც ყოფილა არც ჩვენთან და არც სამტრედიაში კარგად იყვნენ ისე მოწყობილი ხო მორიგე დავდიოდით ისე იგი ჩვენ მაგალითად ვიყავით იმაში არა ჩოლოქში რამდენიმე დღე იქ ვიყავით იმ პოსტზე ვიდექით მორიგეობდით რომ რამე არ იყოს ცუდი კონტაქტები ასე ურთიერთობა ორიენტაციებს შორის როგორი მე თვითონ და ალბათ თქვენცა ისევე ჩვენი ამხანაგები წინააღმდეგი ვართ იმათი რომ ჩამოსახდეს ის თურქი მესხები მე პირადად წინააღმდეგი ვარ და ისევე ასეთი სახელწოდება არ არსებობს ეს უბრალოდ გაგონილია როგორც სავიეტსკი თურქი ისევე კავკასკი თურქი და კიდევ რაღაცა ბევრი რამ და ამასთან დაკავშირებით მე მინდა თქვა ერთ რამეს რომ ჩამოვლენ ისეთი ხალხი ამის საშუალება ჩვენ მოგვეცეთ გარჩევის საშუალება ისე იგი ვინ არის ქართველი და ვინ არის თურქი და ვინ არის თარაკამა და სხვადასხვები ხო ჩვენ ვიცით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რო გითხრათ გამოცდილები ვართ ამ ბრძოლაში და რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში და დაგვეხმარეთ იმაზე რომ მარტო მაგის უფლება მოგვეცეთ რომ ჩამოსახდეს ეს ხალხი მეტი არაფერი ქართველი მესხები რა თქმა უნდა ვინ არის ქართველი ვინ არის ქართულ ორიენტაციაში ესენი უნდა ჩამოსახლოთ საქართველოში რა თქმა უნდა დაეხმაროთ უნდა ჩვენთვის საკმარისია კიდევ ინტერნაციონალიზმი ამდენი მე წინააღმდეგი ვარ ბატონო გათაფრებული ქართველები იყვნენ და ცხოვრობდნენ უდეში ჩილაშვილები პეტაშვილები ბაქრაძეები და ასე და აბულაძეები ცხოვრობდნენ ესენი ის იყვნენ აქ მაცხოვრებელი იყო 114 წლამდე 114 წლამდე მეზობელ სოფლებში კიდო იყვნენ ამილახარები იყვნენ ზაზალოში წყისეში ქურთები ცხოვრობდნენ რორთქბანიძეები ცხოვრობდნენ კიდე და მეორე სოფლები შემოკლილი იყო თათრული სოფლებიდან და იმითი გვარები არ იყო იმით გვარები ქართული გვარები არ იყო მარტო უდეში იყო და ზაზალოში იყო ეს გვარები ხუროში იყო და ახლა ფერმებია და იქ ცხოვრობდნენ ეს რაც დიდრანი ხალხი იყო წვილათა და გაათათრა ისინი გაათათრა აბა ღარიბები არ გაუთათრებია იმას დიდებიდან დაიწყო და ეს გვარები რომ გაათათრა ისინი ბეგებად დასვა და ასე იყო გაქცევი დროს მე ის კარგად ვიცი რომ ჩავეილთ ახალციხეში ხარჩენ ბატონი იქა თათრები შემოსული იყვნენ მაგრამ სომხები მაშინ თათრები სომხები კაი ძმაკაცები იყვნენ და ეს სომხები გვინახენ ჩვენა მე სომხებსაც დაუწყეს ხოთა რომ თქვენა გვალატობთ ავდექი ზოგი კახეთში გაიქცა იმ დროსაც ზოგი დასავლეთში გაიქცა ვინც სად შეაფარა თავი და ამაზეგან ძალიან რო გზაზე გავდივართ მივდიოდით თავშესაფარად იმ დროსაც სოფლებიდანაც ყველას გვესწროდნენ და ესეთი ამბავები იყო 18 წელში 1918 წელში თურქეთი და საქართველო ომობდა ამ ჩვენ საზღვრებზე ერთი კვირა მიმდინარეობდა ომი ქართველმა ჯარმა ვერ გაუძლო და გაიქცა ესე იგი ახალციხეში და ჩვენ ძუძულებული ვიყავით რომ სოფელი უდე და არალი გაქცეულიყო აქედან წასულიყო ახალციხეში იმიტომ რომ გარშემო სულ თათრები ყვავდა თურქები
და ისინი გვემუქრებოდნენ და ისინი ჩვენ დაგხოცებდნენ. ესე იგი 90% არალი და უდე გაიქცა ახალციხეში. შეეხიზნება რაბაჩი ცხოვრობდით 1.5-6 თვე. ვის დარჩა 10%, 15%. უდიდან აღარ წასულა. ეს ხალხი სულ დაგვეხოცა. თათრემა მუსხი გაავლეს 100-120 კაცი უდიდან იმსხვერპლეს. მე ბავშვი ვიყავი, 9 წლისა ვიყავი, მე რომ აქედან წამიყვანა ჩემმა მშობელმა ფეხშველა ფეხი ჩაველი ახალციხეში, უდიდან ახალციხეში 25 კილომეტრია. აქედან ვინმე მე ახალციხეში ტირილით წამიყვანეს. ბიძა ჩემები და მამა ჩემი ამ გარშემოს გორებზე ომობდნენ ისინი. ვინმე რომ თურქეთი არ შემოსულიყო და ეს დანარჩენი ხალხი არ დაეწყვეტა. ვინმე ჩვენ წავედით უდიდან. გავიხიზნეთ, იქამდე ომობდნენ ეს. აქ არ შემოუშვეს თათრები. და მე ესე იგი ისინიც გამოიხსნა და ჩამოვიდნენ ახალციხეში. ჩვენ მშველელი აღარავინ არ ყავდა. ჯარი გაიქცა. ჩვენ დავრჩით უპატრონოთ. და სარაღა გვექნა, ჩვენც გავიქცეთ ახალციხეში. მე ინგლისის ჯარი რომ მოვიდა, ესე იგი ჩვენ საშუალება ჰქონდა რომ ამოვსულიყავით ისო ჩვენ სოფელში. ხო და მე ამოვიდა ჩვენი საქართველოს ჯარი ხელახლავ და დაიწყო ომი და თურქეთი არ დაგრამდი გადარეკეს. მე ერთ რამეს გეტყვი კიდევ უფრო სკარად. ეგ თათრები ისეთი იყვნენ რომ იმის შვილები კი არა, იმის ჩამამავალ და ჩამამავალი არ ნაიხოს აქ ამ უდეში არ ნაჭაჭარობდნენ. უდეში კი არა, ამ საქართველოში არ ნაჭაჭარობდნენ. ეგენ ისეთი გასისხლიანებული არიან. იმდენი უხოციათ ჩვენი საქართველოს ხალხი მაგათ, რომ მე თავზე თმა არ მაქვს. ამ საფლავში განისვენებს მეუღლენი მერაბიშვილები, რომლებიც წამებული ყოფილან 1919 წლის შემოსევის დროს. აქ არის ასეთი ფაქტი, ფრონელის წიგნის მიხედვით. არის ასეთი რამ, რომ როდესაც 1912 წელს დამთავრდა ჩვენი ეკლესიის მშენებლობა და მოხდა კურთხევა, იქ დანიშნული არის მღვდელი ჩილაშვილი. და ამ დროს ეკლესიაში მსახურობს მოლა ჩილაშვილი. ესენი გვარით არიან ერთნი, ალბათ ტომობრივი ნათესაობაც ჰქონდათ, მაგრამ ერთი აკეთებს ქართულ საქმეს, ერთი აქრისტიანებს ხალხს და მეორე ამაჰმადიანებს ქართულ ხალხს. და გამაჰმადიანება ქართველისა იწევდა დაკარგვას ქრისტიანობისას, დაკარგვას ზენისა და დაკარგვას ეროვნებისას. და დაპირისპირება ხდებოდა ქართველთა შორის. როდესაც ქართველი ღებულობდა მაჰმადიანობას, ეს ნიშნავდა იმას, რომ დაპირისპირებული იყო იგი მეორე ქართველისად, ქრისტიანი ქართველისად. ქრისტიანი ქართველი ნიშნავდა ქართველს და მაჰმადიანი ქართველი ნიშნავდა როგორც თათარს. და აქ დასაკვირვებელი ერთი და მოლა, რომელიც იყო ჩილაშვილი, ეროვნებით ქართველი, ტომით ქართველი და სისხლით ქართველი, მაგრამ არამსახური იმ ქართულ ტრადიციებს, არამსახური იმ ქართულ ენასა და თქვათ ეროვნებას. ის აკეთებს საქმეს თურქულს. იმ ოსმალურ ალბათ დავალებას, რომელიც ჰქონდა. და არც მაგალითად არის ასეთი მაგალითი შედარება, რომ მოახდინოთ აჭარაც იყო გავლენა მუსლიმანობის ქვეშ, მაგრამ ჰაიდარ აბაშიძე და მამედ აბაშიძე აკეთებდა ქართულ საქმეს. ქართველ ხალხს ასწავლიდა ქართულ ენას. აი მოლა აქ ქართველ ხალხს უშლიდა ხელს იმაში, რომ ესწავლა ქართული ანბანი. და აი ეხლა ხდება ასეთი რამ, ჩვენთან ქრისტიანობაში არის გენეტიკური კავშირი. ნათესაობა ხუთაობის შემდეგ ნათესაობაში ხდება ურთიერთსაყვანა. თქვათ და აი ეს ნათესაური გენეტიკური კავშირი ამ გამაჰმადიანებულ ქართველსა და ჩვენ შორის ქრისტიან ქართველ შორის მე მგონი მკვდარია. ამიტომ
დღეს აღარ არის იმაზე ლაპარაკი, მე მგონი რომ იმათი ჩამოსახლება საჭირო არის მესხეთში. ისინი აღარ არიან ქართველები. აი თუ არსებობს ვინმე თავისი ვაზი თუ აქვს დარგული ან ვაშლი თუ აქვს დარგული, ან თქვა ის პირობები, რაც ბუნებრივად აი აქ მდებარეობს და დღეს როგორ ცხოვრობს უდელი კაცი, აი ამის მსგავსად თუ ცხოვრობს, ის ბუნებით მაშინ ქართველია. თუ ასეთი კაცი არ არსებობს, იქ მაშინ ის ქართველი არ არის. ბუნებით არ არის ქართველი. გენეტიკურად ხო ქართველი აღარ არის, რაღაც ბუნება აღარ გააჩნია იმას. აქ ცხოვრებ კაცსაც არ გააჩნდა ბუნება. ქართული. და ეხლა რაც შეიძლება ის რომ მოიყვანო ის და მონათლო ის იქნება ფორმალური, როგორც მიიღო მაჰმადიანობა და გადირჩინა ხორცი, ისევ გადაერჩენს ხორცი ქრისტიანობითაც. ბატონებო, მე დავიბადე ახალციხეში, სოფელი შვიდოჩი, 12 წლიდან ვარ. გვარი დიასამიძე დურსუნ, ძველი გვარი, ახალი ყასიმობ დურსუნი წერია, ოზბეკისტანში. იქ სხვა წესია, აქ სხვა წესია გენაცვალეს ოლში. ეხლა ცერეთნა შუაზიაში ვარ. ორი კვამლი იყო, ახლა გავხდით 20 კვამლი. ასე გენაცვალეს. 6 შვილი მყანს, ორი გოგო მყანს. 10 შვილი. თქვენი შვილები ლაპარაკობენ ქართულად? დიდრან ბიჭები იციან, პატარა ბიჭები ხდებიან, მაგრამ ენა ზეთნი. ყველღამე ეხლა კიდო ყველღამე ცოდვა მუდამადება ჩემპისერზე, ყველღამე პურსურე წამებენ ვეთქვი შვილო, ეს წყალია, ეს პურია, ეს ლოგინია, ეს მამა არის, ეს დედა არის. ახლა თქვენი გემასწავლე გეხოცები საქართველოს ხელზე ვარდები, ხორომა პური მიგდეთ ამოვიდი აქა. მამა ჩემი 108 წელი იცოცხლა. მირან კოლმერბა გაიმართა, აქეთ იქითკენ მუშაობდით, ლამაზად ისე როგორც ძმა და ერთი კაციგან ერთი მამიგანა. საშუალო საქმე არ გაგიგონია ათ ყოფილა. ლამაზად. მემრე კოლმერბა გაიმართა, მემრე ომი გაჩნდა. საველი ჯარში 7 წელიწადი აქეთ იქითკენ ვიშოვნეთ, მირან ვიშოვნეთ 7 წელიწადი გავიდა აქედან. მემრე დაუბრუნდი ამოველი სოფელში, 10 მამა ვიშოვნე, 10 დედა ვიშოვნე, 10 ძმა, 10 ქალი. მემრე მას უკან დაუბრუნდი აქ ჩამოველი. ვენკომაზუ ხართათოსიანოს რა იყავი? არ ვიცი. კერვალიძე რა იყავი მამა ჩემი, დედა ჩემი, არ ვიცი. აქ ჩამოველი თბილისში თქვენს რომ ტაშკენტსადი. აველი პარომიგან გაველი. არ იყო სამაღანში გაველი, არ არის ტაშკენტში აველი, ტაშკენტში 10 დღე აქეთ იქიდან ვიარე. ცოტა მივლია კიდო მიემატა იაროსა. მემრე ერთი კაცი დავინახე, ბებერი ხალი იყო დავინახე, ярмукაში დადიოდა. უთხარია მამა ჩემი, სად არის დედა ჩემი, ამამოვალი სოფელი შურდოს ხალხი. ენგიულ რაიონშია. 30 კილომეტრია ტაშკენტიდან ენგიულში. ამოველი ფეხით. მაშინ სად იყო 24? სად იყო ეს ჟიგულები? ამოველი, ярმუკაში შეველი, ერთი კაცი დადიოდა. სიდავრელი ხარ ამამოვალი. სოფელი შურდოს ახალციხის რაიონის ხალხი სად არის? ენგიულში აკარობა ეძები აქვს. თქვენ კალხო სოციალიზმა უზბეკისა. თავმჯდომარის სახელი ფოლატხანი იყო. ასე, რაც რო დამინახნია, რაცო. მიველი მამა ჩემი, დედა ჩემი, იმეთები ვიშოვნე. შევხედი, ცოლი მაკვდა რა აღარ არის. ხელმერა დასახდი. ასე, იმუშავეთ მემრე სოფელი შურდოჩი, აქაც თავმჯდომარი იყო, შუბლაძე. იქ კოლმერბა გააკეთა. გამართა თავითუნ, ჩონთუნ. კაი კაცი იყო, თქვა ჩონთუნ იყეთ, მეცხრეთები ჩონთუნ იყო, იმუშავა ჩონთუნ. პირველი წელიწად 4 ბრიგადა გამართა. 47 წელში, პირველი მარტში. გაიმართა იქ ჩვენი კოლმერნობა, უზბეკისტანში. მეორე წელიწად 8 ბრიგადა გახდა. მივედით ბამბა, ვიმუშავეთ. მემრე თავმჯდომარმა თქვა შუბლაძემა. შუბლაძე ჰამდი იყო, კაი კაცი იყო, ჭკვიანი კაცი იყო. იმნარი კაცი სად მოკვდა? მამა ჩემს უთხრა, შენ სადონიგი კაცი ხარ.
ახლა შენი ნაცნობები, ნაცესტონები ზესტაფონს ქვითაის ბაღდადში არიან. ხო. წადი და თუ ქოქიანი არ არის ყურძენი, ჩიბუგი მომიტანი, ჩიბუგი. პარიჩკა. ხო. ლერტია მაჩუკეთ გენაცვალე. ამოვიდა მამა ჩემი გაიარა გელხუძიებთან, გამოიარა თებეშაძიებთან, გაიარა დიასამირებ ისონა და ერთი ჯვარი მოიტანა. ჯულითა. მოიტანა, თქვა, სააბარა თავისდომა და ჩაიდომარი ჩაფლა. რომ სიცივეს არ დაკდა. ზრიე კრამ. ყაზაფხულზე გავდა მოახნევნა ადგილი დაფა ფოცხი მისცა ლამაზად დათესა უძენი. მესამე წელიწად გაჩრდათ კიდო იმისი პარიჩკა იყო. რო ვაინახი დაინახოთ გენაცვალე სულში ამხანაგებო ბატონებო რო ვიანახები დაინახოთ ვიანახი ვინ იტყოდა უზბეკისტანში ბრეწაული სადუყო უზბეკისტანში სულ ამაჩემა შუბლადენ ემე ხელით გაიმართა იქავრობა თუ წყვილს მომავამ ამოვიდა თქვენი სამი ბიჭი სერედნაზიაში დაიყო სახელი მაგასა გიორგიაი იმას დავანახე ჩვენი გაკეთებული ვენახები ნახევარი 1000 გექტარი იყო 1000 გექტარი ვენახი და ვაშლი და ბრეწაული და რა ვიცი მემრე საზანტრო კიდო ნევსი პამიდორი ვაფშე ასე მიღემდა კიტრი მემრე ფერმიტուն თივა დაიგონი ზინდელ ბერიკასებიდან გამიგონია მაი პატარა იყავი ასე მოვიდა იქიდანავო თურქი იყო ქურთი იყო არ ვიცი გადმოვიდა აქეთკენავო და მემრე მიველითო და დაუმალე ჩვენი ხალხი აქეთკენ ჩამოვარეკეთო დაუმალეთო მემრე აქედან დასოფლებს გარეკეთ წავიდაო ისინიო ჩვენ თუნაო ლამაზად და ძმა მამა იმიშავეთ ლამაზად ვიყავითო რა ვქენეთო რა წავახტინეთ რომ ეს საქმე მოხდა ჩვენ თუნაო გეხვეწები საქართველო გეხვეწები მოგობრებო ბატონებო ძმიებო დიებო მოგეხმარებით ამოგრეგეთ გენაცვალე მოიგეთ პისტოლი არ მინდა სიგნაჯი არ მინდა თოხი მამეთით ცელი მამეთით გავაკეთ ამ ვენახებით გავაკეთოთ საზანთრო დავთესოთ ნევსი დავთესოთ პამიდორი დავთესოთ ცოცხი დავთესოთ ახალ წხეთში ერთი ცოცხი 5 მანეთია სიცხილი არა საქართველოსთან რომელიც მანეთია მანეთ ნახავარი ქართოფილი ვინ თქვა ვინ გაიგონა ახალ წხეთში გენაცვალე როგორც პაპავი იყო მე იგი გულზევარ ისენა იყო როგორც პაპა ჩემი იყო დიასამიძე პუპა ბუბაშვილი ეკეთნათა ისეც მე ვარ ისინი რა გულზე იყვნენ მე იმ გულზე ვარ თხოვ თქვენგანა სასარო პაპა ჩემი წერს თხოვ რომა იქ ჩამაძვინეთ თუ რომა არ არის ადგილი იქა და კაცი მოდლა ჩამდგარა ცხოვრობს არ მინდა თუ ცარელაია თხოვ თქვენგან რომა მამეთი მეც კაცი ვარ მეც ქართველი კაცი ვარ კაცო თუ რომ ახალად გადმოგვებები კაცი იქნებოდი არ მოვალ აქა ძველიდან ძველი პაპიგან მოდის ჩემი ფამილია და ჯული და დედა თხოვ თქვენგან გენაცვალე უნდა საქართველოში საცა უნდა მამერთით ვიცხოვრა თქვენი სახმარებითა Planetler შემოგვეცინენ ისინი, რომ დავბრუნდით. მაკურიანიდან რომ მოვედით. planetელში რომ შემოგვეცინენ, მამა ჩემი გაიყვანეს მინდორში მოსაკლები. ეს როლი
ეს როდეს ტყვია იქ ორჯერ ეს როდეს არ მოხდა მაგ ასილდა მე ერთმანეთს არ მოვუთხრა არ არის ღირსიო და დანებეს თავი და დანებეს თავი და აღარ მოკლეს მაგ აი 18 მე მოვიდნენ საფცირო შემოგვესინეს არც ერთი ლოგინი არ დაუტოვიათ ლოგინი პური თურამე შეხვდათ მოხვეწეს დაიყვანენ და წას 18 წელში ხიზაბავრელებმა ჩამოაყალიბეს 1000-ეული. ამ 1000-ეულში შედიოდნენ საროდან, ტოლოშიდან, დადეშიდან, ქუნციდან, ვარევნიდან ქართველი მოსახლეობა, რომლებიც ერთად იცავდნენ ვარძიდან მომავალ და ასპინძიდან მომავალ გზებს, საიდანაც უნდა შემოხსევოდნენ თურქები. იარაღი წინასწარ გადმოტანილი იქნა ბაკურიანიდან, იარაღის მრავალი სახეობისა იყო, რამდენიმე ტყვიან ფრქვევი იყო, ერთი ზარბაზანი, რომელიც ჯერ ნანეხვში იდგა სოფლის დასავლეთით, შემდეგ კი სანიორას მთაზე გაიტანეს. დიახ, ამ დროს ქართველებმა, დამალელებმა იქ დამალის გზები ჩაკეტეს, ხო და ჩაუკეტეთ თათრების გზა, რომ არ შეძლებოდათ შემოსულიყვნენ ხიზაბავრიდან და ჩაეკეტათ ჯავახეთის გასასვლელი გზა ბაკურიანისაკენ. ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლებოდა გასვლას, იყო ბაკურიანი და მეორე გზა ცხადია წალკისაკენ. ბაკურიანის გზის ჩაკეტვის იმედი ცხადია ჩვენზე იყო დამყარებული. ამიტომ თურქები მოისწრაფოდნენ, რომ ეს გზები ჩაიგდათ ხელში და მოსახლეობა მთლიანად ხელში ყოლოდათ, მაგრამ ხიზაბავრისა და მოხალისათა 1000-ეულმა გადაუჭრეს გზები. არა მარტო გადაუჭრეს, არამედ ჭაიტისა და სანისლაოს ამოსასვლელი გზებით კი ჩაკეტეს, რომ ოთელები იქიდან არ მოგპარებოდნენ. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, როცა სანიორას მთაზე 7000 თურქი კბილევამდე შეარაღებული მოადგა და შეტევაზე გადმოვიდნენ, 1000-ეული გადავიდა ხელჩართულ ბრძოლაზე, თურქებმა იკადრეს უკან დახევა. ჩუნჩხის პლატოდან კი ჩუნჩხელებმა ტყვიან ფრქვევი გაუხსნეს ზურგიდან თურქებს და იძულებული გახდნენ თურქები მკვდრები დაეტოვებიათ და უმარხავი და გაქცეულიყვნენ. ბოლოს როცა უკვე ძალთა თანაბარბობა შეიცვალა, ხიზაბავრელებს აღარ შეეძლოთ ამ გზების დაცვა, მივიღეთ განკარგულება მე შევკვრი მთავრობისაგან არჯევანის მეშვეობით, რომ დაგვეცალა რადაც არ უნდა დაგზავნოდათ და გაემგზავრნენ ბაკურიანისაკენ. ხოლო აქ დარჩენილი მოსახლეობა კი აგვაწიოკეს, გაგზავნეს რაც ჰქონდა წაგვართეს, პირუტყვი წაიყვანეს, რამე ტანსაცველთ უგდას წაგვართეს. ახალგაზრდა ვაჟკაცები, რომლებიც ხელში მოხვდნენ და ვერ დაიმალნენ, ესენი დახოცეს, ხოცავდნენ შუაგზაზე, დედას შვილს აკლავდნენ, ცოლს ქმარს აკლავდნენ, დიახ, იტაცებდნენ ქალიშვილებს, ძლებს, ქალებს, აუბედურებდნენ და ზოგიც კი წაიყვანეს. სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოთ ისიც, როგორც გადმოცემიდან ვიცი, ყველა ველური არ იყო შემოსეულთა შორის. იყვნენ თითოეულანი, რომლებიც ჩვენი გადარჩენისათვისაც ზრუნავდნენ. მაგალითად, ანთაძეების სახლში მოლა იყო და ეს მოლა იცავდა აქ შეხიზნულ ყველა ხიზაბავრელ ახალგაზრდას, რომელმაც თავი შეაფარა. ამბობენ, რომ აბაშიძე ყოფილა. აბაშიძე, ხო, მაგალითად, ხერთვისის მოსახლეობის არც ერთი კაცი არ მოსულა ხიზაბავრელში თალანზე. ხოლო და მხოლოდ თალანზე მოდიოდნენ ასპინძა, იდუმალა, ოშორა, ზემო ოშორა, ყამზა და სხვები. და ცხადია ახალციხე ასპინძიდანაც. ასე ცხადია გაგრძელდა დიდ ხანს. ქართველებს კიდევ იმდენი დიდ სულევნება გვაქვს და ამ დიდ სულევნებით ვარ ჩვენ ხშირად წაგებული და ეხლაც რომ ვარ წაგებული და ვრწმუნდებით, ამას ყველა ვხედავთ, რომ ჩვენ ყველას ფეანდაზად ვეგებით, ყველას სტუმარს მასპინძლად ვიხდით, დიახ, და ჩვენ რომ ესე იგი მტრობას გაგვიწევენ, სამაგიეროს აღარ უხდით. გოზალიშვილი, ქართული ორიენტაციის ლიდერი. ალბათ დიდი უბედურობა, რომ ქართულმა კაცმა ილაპარაკოს სხვადასხვა ენებზე.
მაგრამ მე უნდა ვილაპარაკო რუსულად, იმიტომ რომ 44 წელი 5 წელია არ საქართველოში აცხოვრობ. და იმიტომ მე მინდა ვილაპარაკო რუსულად. Я родился в 1925 году в селе Вале Ахалсихского района. Мы, грузины, католики, православные и мусульмане, жили в одном селе, и мы друг с другом очень хороших отношениях всегда были, разделяли горе и радости друг друга и жили в покое, жили в братстве и помогали друг другу. Я в конце 43-го года был мобилизован в ряде советской армии, служил в Тбилиси в 10-м полку связи, а в ноябре месяца 43-го года очень многими товарищами и меня направили на фронт. После окончания войны я вернулся домой, но семья не оказался дома, поискал и нашел на Висельке, в Самаркандском области, в Метанский район, так называемый, село Карача. Как других, так и меня взяли на учет и 12 лет держали под строгим комендантским режимом. Я не хочу останавливаться в подробности о Висельке. В 1956 году освободили нас, и мы начали возвращаться на родину. Но поскольку тогда не пускали вернуться, мы остановились в Азербайджане. Жили в Саатлинском районе, а потом я как историк начал самостоятельно заниматься историей Месхов и Месхетии. Сегодня я и научно обосновал, что Месх является неотъемлемой частью грузинского народа. Что Месхи это древнейшие племена грузинского народа. Сегодня на прессе, телевидении и так далее говорят, что якобы мы являемся турками. Ведь это может говорить неграмотный, необразованный человек. Но почему-то нас всех считают турками. Ведь сегодня невежество одних, фальсификация нашей истории других порождает чудовищная ложь, жертвой которой являемся мы. Мы совместной борьбой обязаны восстановить единство грузинского народа, тем самым восстановить историческую справедливость. Для достижения этой цели мы организовали еще в 1968 году кружок, цель которого было изучение истории Месхетии и Месхов и распространение ее среди народа. На основании этого мы распространяли, что Месхи
никогда не были ни азербайджанцами, ни турками, а они являются грузинами. Но люди, очень многие, которые не знают свою историю, не знают свое происхождение, выросшие 45 лет в чужбине, они под каким-то воздействием наших же людей, как Серверов, Юсуп и другие, утверждают, что они являются турками. Мы против них, мы были грузинами и останемся грузинами. Мы хотим вернуться на родной земле, восстановить утерянных грузинских фамилий и национальностей, тем самым объединиться единокровным грузинским народом как единая нация. Это есть наша мечта, это есть наш цель. Я воспользуюсь этой событием, призываю всех честных людей в Грузии поддерживать нас в этом борьбе, помогать нам вернуться на родную землю и помогать нашим детям учиться в грузинской школе, учиться на своем родном языке и стать таким же, как и другие граждане Грузии. Я Мавлюдов Рашид. Грузинская фамилия у меня Кеташвили. Мои родители были высланы из села Сфири Ахалтырского района, Грузинской ССР. Сейчас проживаем в Азербайджанской ССР. Нас там сейчас очень много. После ферганских событий еще 40 тысяч туда приехали. Всего стало 80 тысяч. В экономическом отношении местные, которые проживали в Азербайджане, они живут хорошо. Но земля, которая под ногами, она как-то не твердо стоит, когда это не твоя родина. Я бы очень попросил бы весь честный грузинский народ помочь нашему многострадальному народу вернуться и в конце концов приобрести свою родину, вернуться в Грузию и влиться со своим народом. ათასცხრას პრადეთის გაზაფხული იყო, რატესამორჩელი იყო. ეჩერი თათრები, აი მეზობლები. სამჯერ ავიდნენ ტოლოში ბეგებთან. მოდით ქართველები გაცარცვით. მოვიდნენ, შემოსვიდნენ, გოკიელი, დაგვეცინდნენ. მოგანგურეს აგერ სკოლაში ვაი. Я говорю, что на проект Борар меня хитро, без оберхатряд гатисо. Майс мой патиес, согласен, как чартес. Могангурия сак скорачи. Это нас панджараста ми видеки. Схари дроха. Рватайся. Ой. Это хар дроха рого келе матасхес. Ченак сегурка скорачи. ეს იყო 18 წლის მაისს. რამდენი გაზ? მთელი სოფელი შეგვრეკეს. ქართველი ვინც იყო? და მოიტანეს ნავთი ბიტონეს, ნავთი და მიესხატნა და დიეტასნა წრისილი. ვინც გამოვიდა ფანჯრიდან ანკარიდან. წყით მომარაგებული იყო, ენან დიეხოცა. აიგე. მე ეს გაიგო შაქარაღან. ურალელი იყო. ამოვიდა და ემან არ დაგვახოცინა, არ დაგხოცა. ივან, წინააღმდეგი წავიდა ეს ჩვენი თათრები გალანძღამ, ამ დროსაც შემოვიდა თურქეთის ჯარი. აქ ახალციხეში, ხელისფაშის მეთაურობით.
ქალიშვილთან თითი დაუქმნია ყველას თათრებსაც აქედან თათარიდან თათრებსაც ნაგაცეულობა ჩვენ დაგვიყვება ამ ქალიშვილთან ნება დაგხტო წარი თქვენი საქონელი იცანით თუ არ მოგწათ ჩემთან მოდით ვიდასუქიდან სამაგიერად რასაკეთდნა ის იმას როდგენდა მაგრა თათრებსა უხეშხატო სამაგიერად აქედან კაცს გზავნი და ხალხსა თავისთან თათრებ ხოფიდან თოფეული გენდა ერთ ჩემ მეზობელი ემარა იყო ორი თოფი გადმოიტანა ორი თოფი ორი ზმანი ვარ ერთი თან ჩვენ ვიყვავი და თან უკნან ორმოს გითხრიდა აი ახლა ჩვენ ახალგაზრდა ვეუბნერო ბიჭო თურქეთის პოლიტიკა ასეთია ერთ გელაპარაკია მეორე შეზუგიდან ფხრის მესამეზე ფიქრობ აი პრაქტიკა 18 წლის ესე იყო მესამეზე მაფიქრონდა რომ აქ ნაზარჩელი ყვარნაცასულიყო მე ვაბრო არ იცეოდა მაგასთან დევანგი თარაკია გიგაი ქირვა იყო ქირვა გაბაიყარა იუთრა კაცო თოფი მანა და უთხარდო გიგაი გაიქცა არა მე შეგინახან კაცო გამოიყონა მისე მოაკლე აჯერი ქირვა აჯერი მეგობრობა იმასთან მეგობრობა არ შეიძლება თუ მეგობრობა დაიწყენი ძალიან ფხიზრად ნაყოფია ის არ გაგონია დადესილა შეედინენ სანდრე სოლი ივარიძე სანდრო სოლი ვარგანებდა მოკლეს ნამუსიც ხედაუკეთეს სამი ხორფა ბავშვი წვრიდა 2 წლიანი 3 წლიანი ზუგზე ბავშვი ზედაყლეს დადეს წვრილი არ გაგონია ვინკრა ოფილმა ქართველებმა მე რაღაც შეყვეს გარეკეს წავიდა შემოვიდა მე შევიკე და თავი ვერ გაართეს გადიდნენ ხოფიდან თოფიდან აჯანყდა სარვალბეგი საყელევის დინასტიიდან იყო სარვალბეგი ფოცხო ისინი აჯანყდა და მოუსწია გაგიგონია ვაი ენგურეს ვაი პატიზე ვაშორელი ყამზელი ვაი ენგურეს მოდი ქართველებს დავხოცოთ არჩევ მეზობლებმა ოდა მოანგურეს გაიყვანეს იქ არაში მინდორში ვინ გაიყვანეს ქართველები მოანგურეს მოელაპარაკეს 13 კაცი დაჭკიტეს და ყია ესროლეს ნახო ერთი ყია რამდენ კაცს გაივლის გაშინდეს ერო ჩახოცეს მერე მიდგრენ სულით და ხანჯლით აჩეხეს გაიგე ნაფოტივი დაკრიბეს მოიტანეს და მახეს ჩვენ აქ ვიყავით მეზობლებს შეხადებული კიდევ აქ ვიყავით სადღაც ვიყავით მად მოკლეს ერთი თათარი ასკარა იყო 13 მოკლეს ერთი თათარი ასკარა იყო რომელიც ქართველებს დახოცის წინააღმდეგ იყო სადაც ისიც მოკლეს ქართველებს რა კარგვა ხოცინანო ეხლა გაზეთი კითხულა რა თურქია იყო რა ისინი აქ ჩამოსახლება შეიძლება ყოველას დაუჭირდება აღარი სიცხლის გრამ მოხდება იმათი ძული უკარნახენდა მოპარე გაკურდე მოკარი ქარის მოტაცე სამოთხეში წახვა ქრისტიანი აქედმა წელში დაგათ გადმაშრეს ლოზუნგი ახსან საბახე როლმიაჯა სალამ ბიროლაჯა ვითომ ქართულ თათარი არ ნაყოფილიყო ქრისტიანები აქ მარტო თათრები ნაყოფილიყვნენ და არაბული სალამი იქნებოდა სოფელს ერქვა სარო ჩვენ ყავდა ერთი ოჯახი თათრები ერთი კომლი გაიყარნენ 60 იქნენ სამიზმები იყვნენ ორბელიანები იყვნენ მამა ყავდა ძალიან ძვირფასი კაცი რომ მოუკვდათ მათ მამა ის მამა ხერთვისში გაასვენეს აქ არ დაასაფლავეს ხოლო ძველი თურქების სასაფლაო არის საროში მაგრამ ის კაცი არ დაასაფლავეს აქ არ დამარხეს ხერთვისში დაიყვანეს სადამე ესასრე ხერთვისში ბერნაირი ქართული გვარი ბევრს აქვს ჯაფარი ძიები ძიები ბევრი გვარები არიან ძალიან ხერთვისში
თარაქმები ცხოვრობდნენ ძალიან ხშირად და ჯგუფად. აქ ირმასხანს ეძახიან ტოლოს ზეიდან არის ერთი კუთხე. კუთხე იქ ცხოვრობდნენ თარაქმები. ქურთები ჩვენ ახლომახლოს არ ცხოვრობდნენ. თარაქმები კი იყვნენ, მაგრამ ხერთვისი იყო სუფთა თათრებს ეძახდნენ, ნამდვილი მამადიანები. მოლას ძალიან ხმარობდნენ, ძალიან უყვარდათ. ერთი სიტყვით თავიანთი ჯული ძალიან მიაჩნდათ და ჩვენთან ურთიერთობა ძალიან კარგი ჰქონდათ. მხოლოდ იქამდე მანამ რაიმე არეულობა მომხდარიყო. მაშინ კი აღყვებოდნენ თავეთ ჯულს, თავეთ რწმენას, გადმოდიოდნენ იქიდან თურქეთის გადმოდიოდა, ეგენი ემხროდნენ, ხოცა ჟლეტად ჩნდებოდა ჩვენთან, ერთი უბედურობა იყო ხოლმე, დიდი ამბავი იყო, ხოლო თუ სიმწყნარე იყო, ძალიან პატივს ვცემდნენ ეს თათრები ჩვენ, ეს ხერთვისი რო გვაფასებდნენ. პირობეთ რომ მე რო ჩავიდოდი, აი ბავშვებს რო ვიყავი, სკამს დამიდგენდნენ, დაბრძანდიო. მამა ჩვენ ძალიან აფასებდნენ, ძველი ხალხი უყვარდათ, ძველი ხალხი კარგი იყო ძალიან, მაგ ხერთის კარგი ხალხი ცხოვრობდა, ხნიერი ხალხი. ძალიან შეგნებული ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ შეგნება რა შუაშია, თავისას ხო არ დასწრობდა. ყველას თავისი უყვარს. როგორც რაულება მოხდებოდა, კარგი ცუდი ხდებოდა და ცუდი მაინც ცუდი იყო იმადგანი. 18 წელში დიდი ამბავი მოხდა. 18 წლის კაცი ვიყავი. ბორჯომში და ჩვენი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი და იმამ გაგვცა ბრძანება გამოუშვა. მამა ჩემი დადიოდა სწორედ ეს თათრები რო აგვესწნენ, ყუია წამალზე მამა ჩემი დადიოდა მჭედრის შვილი ივანე. რომ მოეტანა იარაღი, მე ბაკურიანდა რო გადმოვსიდეთ, იარაღი 3 თოფი მომქონდა. ცხენი მყავდა, ცხენს ეკიდა ბევრი ჯაფხანა, ყუია წამალი, თოფი იარაღი და 3 თოფის მე მომქონდა ზურგით. მერე მოვიდა ჩვენი გერენლისგან ბრძანება რომ უნდა დაუტოვოთ თურქებს თქვენი ადგილები ქვეყანა. მამა ჩემი მოიტანა ამბავი იქიდან. ავდექით, ვისაც როგორ არ შეეძლო, ურემი, რაც ჰქონდა მაშინ მანქანა არ არსებობდა არაფერი. ურმები მოვაწყეთ ხელა, დავწვიტეთ, ვიზა შეძლო, ნაწილი დაგვრჩა, ნაწილი წავიღეთ და დავუდეთ ბაკურიანისკენ. სომხების გაიქცნენ, მაგრამ ისი არა, არა, სომხები არა. მარტო ჩვენ გაყვნენ ფრანგები, ზოგიერთი კათოლიკები გაყვნენ. სომხებს არც სომხებ არ ეშონენ. სომეხი ძმაო, არავის არ ეწყინოს და სომეხი ისეთი მილათია, რომ რო იტყვიან ჩვენებურად, აი საჯს ხმარობენ ქვეყანაზე, რომ პურს აცხოდნენ და საჯის პური დღეში არიან ეგენი, აქეთაც გადაბრუნდებიან, იქითაც გადაბრუნდებიან. და როგორც თათრები შემოვიდნენ, მიემხნენ სომხები მაშვია იმათ. მერე ესე ძალიან საინტერესო ამბავია. ძველში მე ჩემ ნათესავთან, მამი და ჩემთან ვიყავი. თათრის სახლში ვარ, ჩემი სიძის კარგი მეზობელი იყო. ჩემი მამიდის მაკრათაც იყო, ასკარაი ერქვა, კარგი კაცი. იმამ შეგვინახა. სახლში ბევრი ქართველები, ვინ თავის მეზობლები იყო, იმასთან მიველით, ვინ სხვის მეზობლები, ისინიც იმ თათრებთან მისახლდნენ. და მოდი შენა რომ აქ რომ მოვიდნენ და მოიკითხეს რამდენიმე კაცი ამ თათრებმა რომ გამოგიყვანეთ რომ ეს კაცებინა დავხოცოთო. და ამამ უთხრა, თავის რჯულს უთხრა, თქვენ ურჯულიებო, მე კაცი გამოგიყვანეთ და მოგაკლევინოვო და გაისროლა, თოფი ესროლა თავის სახლიდან. იმათი არავინ არ მოკვდა, მაგრამ მოდი შენა რომ მანამ ამის ტყვია წავიდა, იქიდან ტყვია მოასწრო და ეს კაცი წაიქცა. ეს კაცი მოკვდა, ჩვენი შემნახი კაცი, ასკარაი. ავდექით და გავიქეცით ახალციხეში. იმ ღამეს, ხოლოდ იმ დღით, მან იყო ისეთი კაცი, თათარი კაცი, მართლაც რჯულიანი პირადად ეგოჯახი, რომ მოკვდა ეგოჯახი, რომ გაგზავნეს ოჯახიდან, იმ ოჯახიდან ორი კაცი რომ წადით ფაშასთან, ახალციხე ფაშას ეკავა, ფაშას. რომელი ფაშაა ვერ ვეტყვი ამას. და ფაშას წადით, მაშველი მოგვიგზავნოს რომ არავინ არ დაგვიხოცო ეს ქართველები. მოდი შენა რომ
ეს ხალხი თურმე ამოვიდნენ და ვერ მოახსიეს ძველში და ჭობარეთში არ დარჩნენ. იმ ღამეს ვინც უნდათ ერთი 16 კაცი თოკით გადაადეს ძველში ქართველები ამ თათრემა თოკით გადაადეს რომ აი ჩვენებურა ჭაპანს ვეთყვი დიდი თოკით რომ არ გაიქცნენ არც ერთიო და თოკით მოკლეს თოქქვეშ 16 კაცი ძველში ამ თურქებმა. აკო მე ერთი უსწავლელი კაცი ვარ. სკოლის კარი არ შენიღე, არ ვიცი სკოლა. არც იყო ჩვენ დროს, ჩვენ სოფელში, ჩემს დროს. მაგრამ იმდენი სკოლა მაქვს და ვფიქრობ, ჩემთვის ვფიქრობ, რომ ყოველთვის რატოს ცდება ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელი კაცო, რატოს ცდება? ამ ნიკოლოზ თათრები რატო არ ხავდა, რომ გაიყვანა ჯარში? თუ იგივე ერთ მიწაზე ვცხოვრობდით, ერთ სახელმწიფოში ვიყავით, რატომ არ ნაგაიყვანა თათრები და რაღა მარტო ჩვენ და სომხები? არ გახავდა, იმიტომ რომ ასუქებდა იმათული და დასუქებული იყვნენ კარგად, რომ მე ჩვენთვის ბოლო მოეღოთ. რაც მართალი. ლაზარეძე, აი ახლა რა მაინტერესებს, თუ კარგად ვიყავით, ბატონო. ეს ხერთვისელები, თუ ერთმანეთს კარგად უყურებდით, თქვენმა ხერთვისელები, ომის დროს როგორ მოუბრუნდათ იმათ, რომ ტოპი გესროლეს? ბატონო, ასეთია როგორ გინდა რჯულის თვითონ რწმენის ისინი მტრები იყვნენ, გვესროლეს, ჩვენს ვესროლეთ, ისევ იმატებდით, როგორც ქათამს გაიმეტავს ადამიანი დასაკვლა და ისევ იმეტებდით ერთმეორეს. რაც მართალი. თათრები რომ შემოგვესივნენ, მაგრამ ვერ გაგვტეხეთ. რო ჩამთავრდა, 3 კაცი მოკვდა იმ ომში ჩვენი ქართველები. ბევრი დაიჭრა, პირადად მე დავიჭარი. ინტერესი ჩაიდეს და ეს კაცი მოკლან. ეს თათარინა მოკლან. ჩვენთან ერთად გამოიქცეს ხიდაბავრაში, მაგრამ არ უშვებენ მოკლან, მაგრამ ძალიან დააშავა იმ ქართველმა. ცუდი კაცი იყო ძალიან. ევგენას ეძახდნენ, შვილი დაიჭრა და რა დაიჭრა, ჩემი შვილი რა უყოთ ახლა, დაიჭრა, ողობდა დაიჭრა და მე ეკლესიას თავარანგელოს შემწიდეთო. ასე თქვა ამ თათარმა. ნუ მამკლან თავარანგელოზი არის სახელი ჩვენი საროს ეკლესია. თავარანგელოს შემწირეთ, ნუ მამკლანთო და იმ ურჯულო, ნამდვილი ურჯულო იყო ის ქართველ რომელმაც ის კაცი მოკლა. ცოლშვილით ამოწყვიტეს ის კაცი. და ცოდო იყო ძალიან. ეს ორბელიანი. ორბელიანი, ისე უბრალო კაცი მოკლეს, უბრალო. რა უყო ძმები გაიქცნენ, მაგრამ ძმის მტერია და რა მოხდა რა არის, ძმებს რა შევადაროთ, ეს კაცის წვენას ფეცავს და რას ერჩირო კლა. აი ამოდენა შემოკარგებო, ინტერესი იყო ერთმეორეს შორის, რომ თუ ფურსანდი აი საშუალება მიეცებოდათ, არც ესენი ზოგავდნენ, არც ისინი გზოგავდნენ. რაც მართალი. რა არის, რომ მოგეცა საშუალება, აუცილებლად მოკლა კაცი კაცო. არ მოკლა კაცო. ადამიანი თუ ხარ, ადამიანი უნდა შეიბრალო. ყოჩაღი ყოჩაღს არ მოჰკლავს მის დღეში. ყოჩაღი კაცი თავისნაირი ყოჩაღი ვინც იცი მეომარი იმას ტყვიას არ ესვრის. არიდანს ნუ მოკვდება ყოჩაღია და ცოდუაო. კარგი კაციაო. მე სულაც ვიტყვი რომ ჩვენა შემოკარგებო ღმერთი ერთია. ხოლოდ ასე იტყვიან რომ სამპიროვანია ღმერთი სამპიროვანიაო. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. მაგრამ იგივე ღმერთებია და ისინიც იმის გაჩენილი არიან თურქებიც. ჩვენც იგივე ისევე ერთნაირი ადამიანები ვიბადებით. ადამიანი ადამიანია. ხოლოდ მოდი შენა რომ იმათ თავეთ ძული და მონათლა და თავეთი ჰქონდათ, ჩვენ ვქონდა. ასე იყო შემოკარგებო.
Значит, я юрист, житель города Ташкента, по национальности турок. Родители мои были переселены в Республике Средней Азии в 1944 году. Откуда, помните? Из южных районов Грузии, Ахалцихского района, Грузинской ССР. Вот. На протяжении 4-50-летия наш народ Республики Средней Азии лишен элементарных своих конституционных прав. Они не могут осуществить свои права в области социального развития, политического развития, а также не могут решить свои языковые проблемы. На грани потери своего национального облика. Поэтому считаем, было бы очень разумно, было бы проявлено большой гуманизм со стороны грузинского правительства, грузинского народа, если бы они пошли навстречу, принимая наш народ и расселяя его по необходимости по всей Грузии и, естественно, давая право населения и родные места, создать им 3 главных жизненно важных условия для проживания нашей национальности. Это первое. Значит, для развития культуры нашего народа создать на базе Государственной филармонии Грузии этнографического турецкого ансамбля песни и танцы. В школах, даже в компактных проживаниях граждан турецкой национальности, в школах грузинского обучения дать возможность 1 час изучать родной турецкий язык. А также издать в областном или республиканском масштабе 1 газету, которая будет, значит, выходить на турецком языке. Считаю, что на территории Грузинской ССР, как юрист, создание автономной республики в тех районах, в которых жил наш народ, приграничных районах Турции, реально неосуществимо, и в этом не нуждается наш народ. Если они могут свои права защитить, свои интересы, свои будущее именно на этих принципах, тогда бы народ правильно понял бы, который многие, большая часть из них находится в заблуждении, что переселение наших граждан в Грузию, им будет навязана грузинская фамилия, значит, национальности, они только могут говорить на грузинском языке, постепенно, скажем, огрузиничать, ассимилироваться. Это опасает основную массу интеллигенции, постепенно она доходит до сознания и даже простых людей. Рано или поздно на такой почве решения турецкой проблемы могут привести нагнетение напряженности в тех районах компактного рождения, даже в будущем Грузии, и могут привести последствиям непредсказуемым. Поэтому мы вообще, турки, считаем, что грузины – это наши братья, друзья. Они очень, как талантливый народ, должны понять, что мы не можем жить без наших социальных, вот так, без своих традиций, без своей культуры. По результатам беседы основной массы нашего народа, мы приходим к выводу, они полностью разделяют, чтобы они сохранили национальное достоинство, они были турками, им дали возможность развивать свою культуру. Ну, те часть, те более, значит, непросвещенный часть. На сегодняшний день, если они даже стихийно этого не требуют в виде сложившихся условий, лишь бы переселиться в Турцию, но у них в душе, глубоко в крови, то есть, извиняюсь, в Грузии, а у них этот вопрос стоит. Этот вопрос будет подниматься по приезду в Грузию, будет подниматься, и там, может быть, какой характер получит, вы сами от этого получите. Поэтому в самом начале этот вопрос решения, потом уже решение вопроса переселения было бы очень правильным. Еще один вопрос. Вы это представляете свое личное мнение или какой-то группе людей? Представляю мнение интеллигенции, проживающих в Ташкенте. У нас имелись определенные группа по всей республике. У нас имелись обращения правительственных органов, в которых мы хотели создать вот эти вот принципы, значит, утверждения национального самоутверждения здесь. Мы это обращались в Узбекский СССР такими обращениями от имени 1500 коммунистов. Ну, поскольку сложилась обстановка здесь так, и мы видим, что уже нам трудно, но мы теперь уже приходим к выводу, если грузинские партийные органы пойдут на это, только на этих условиях можно жить и жить на любой территории Грузии. Я один вопрос хочу вам задать. Вот когда вы говорите, что это группа интеллигенции в Ташкенте, да. То, что заявлениями, которыми вы в правительство поступали, вы это обсуждали вот с народом в деревнях, туда-сюда, в колхозах? Это обращение было размножено несколько сотных экземплярах. Наши представители ездили по селам, их подписи до сих пор у меня находятся. Чем различается вот ваш от Сарваровского? Сарваровскую позицию, Сарваров на протяжении длительного времени они ставили вопрос, значит, создания автономии на территории Грузии. То есть на территории наших районов, где наши проживали. Если они, скажем, потом, последующие годы, когда уже они увидели, что точно это нереально, сейчас они уже
перешли на ту позицию, чтобы хоть и не дайте нам автономию, но нам дайте эти районы. Те люди, которые говорят, что их родители грузины были, они находятся, их очень малочисленные, мы можем вам убедиться. Они, исходя из тех побуждений, чтобы как бы вернуться на кровные земли и видеть могилы к своим родителям, они, это не давая отчет своим этим, они высказывают такие безответственные значит, мысли. Но я думаю, что представители грузинской национальности должны правильно оценить. В конце до концов, они грузинов не выселяли никогда из территории Грузии. Вы так думаете? Да. Как ваша фамилия? Фамилия моя Аббасов, Исмаил, отца фамилия Дилавар. Они все исходно из турецкой и никакой здесь. Если бы я сегодня сказал, что я грузин, пришел бы к вам, я лучше приду к вам, скажу, я турок, ты доверь меня. Если чем я приду, скажу, я грузин, завтра бензин подливать буду. Вот исходить из этого. Наша вообще психология, наши произношения, наш язык со всех сторон, ребята, вы поймите, на этом вопросе, допустим, вот вы поймите, я сам опасаюсь от того человека, от моего товарища, который сегодня к вам говорит, что я уже грузин. Вы уверены, что вы завтра он не скажет, что он не грузин? Вот в нашем языке, да, возьмем, допустим, камень. На тюркских языках, на всех тюркских языках говорят даш или таш. А мы как говорим таш, т, ч, п, к. Это у тюркских народов эта буква не встречается. Наш ребенок, который здесь родился, вот он говорит Ч, П, Т, К, такие буквы, которые исконно короли. На ваш вопрос... Подожди, я не закончил. Когда ты говорил, я не мешал. Понимаете? Поэтому, может и есть такие, Исмаил, может и такие есть. Вот откуда такая, допустим, вот Мамулагилар, это чисто грузинский, это не принятый у грузин, это родовой их фамилия, Мамула, Мехридзе. Вы сами кто, грузин или турк? Скажите в камеру. Я, если бы знал, если бы я знал. А те, которые вам говорят, что нет, мы грузины, мы хотим там принять, это авантюристы, это только не считающиеся интересом народа, преследуют недалеко идущие цели, которые приведет к неприятным последствиям для самого грузинского народа, не только нашим. Там будет вот такая война. Время самосознание в народе поднимается. Дети, которые наши дети поднимутся, однажды поймет, что есть что. Это вопрос авантюра, поймите, товарищи. Лучше вы нас туда не пускайте, чем будете отнимать последний у нас. Мы ничего не отнимаем. Нет, если вы скажете, мы грузины, вы у нас все отнимаете. Отняли сначала... Тебя, да, лично тебя, да. Еще у меня один.